გამარჯვებით იყოთ მეგობრებო. ეს მეცნიერთა კონგრესის დროა და ორ გამორჩეული მეცნიერთან ერთად ვარ პირდაპირ ეთერში. ერთი მიმართულება ეს მედიცინასთან არის დაკავშირებული და მას ძალიან ბევრი საინტერესო მომენტი ბატონი ზურაბ კუმსიაშვილის უცხოეთში ცნობილია და ბატონი ამირან აფციაური, რომელიც ტექნიკური მიმართულებითაა, მაგრამ ასევე ძალიან ბევრი რამ, რომელიც მის შემოქმედებასთან და მეცნიერ კვლევებთან არის დაკავშირებული, გარეთ გაცილებით მეტადაა აღიარებული. ეს პიროვნება გახლავთ სწორედ ის, რომელმაც 20-30 წლის წინ ნატურა აანთო და ყოველგვარი რაიმე ქიმის გარეშე და დაასაბუთა მეცნიერულად, რაც მთავარია, რომ არ არის აუცილებელი ნავთობი და ბევრი სხვა რამ არ ჭირდება, ხარიდან შეიძლება მივიღოთ ელექტროენერგია. ნუ ასე დიდ წამოწყებებს პატრონი არ ხავს, მაგრამ ჩვენ დღეს საუბრობთ ისეთ თემაზე, რომელიც რაღაც ხალხი შეეჩვია ამ თემებს და ყველაზე მძიმე რამ მე დღეს გავიხსენე მერე რა დამარცხების და მონობის ფორმულა. ასეთი რამ ჩამოვაყალიბდა მეცნიერთა კონგრესში ერთი 10 წლის 15 წლის წინ, ახლა აგერ დოკუმენტს რომელსაც ვკითხულობ ზუსტად აი ბოლოს გამოქვეყნებული არის 15 წლის წინ. მერე გამოქვეყნდა კიდე და ნუ ვთქვათ აი ასეთი რამ არის, ნახეთ დააკვირდით პოლიტიკოსთა რადიკალიზმით დაპირისპირებულ და პარტიულ სამთავროებო დაქუცმაძებულ საქართველოში მერე რა გაბატონდა დამარცხებისა და მონობის ფორმულად იქცა. მოწყობილებული შევარდნაძის და მოკავშირის აღორძინების აწლიანმა შემდგომ კიდე ევდეური მემკვიდრის სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის მმართველობამ აწლიანმა ეპოქამ მერე რა ყველა უბედურებათა გამომართლებელ ფორმულად აქცია. ხალხის დიდი ნაწილი მერე რათი ამართლებს ყველაფერს. პირთითველა ბიჭების დახოცვით დაწყებული ომის დროს თავარსარდლის გორში მიწაზე ფორთხვით გაგზელებული, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე, ქართულ ცნობიერებასა და ტრადიციაზე შეტევით გაგზელებული ასევე და დამთავრებული იმით, რით ვიკვებებით, რას ვჭამთ და რა ხდება ჩვენს სოფელში და რა უქენით ჩვენს სოფლის მეურნეობას. ხალხი შეეგვია და შეეჩვია ყველაფერს. ვიდრე ჩვენ არ დავფიქრდებით იმაზე, რომ მერე რა ეს არის მონობის ფორმულა და არავითარი მერე რა არავითარი მერე რა რას ვჭამთ, არავითარი მერე რა რომ უცხოელები შემოგვიდნენ, არავითარი მერე რა რომ მიწა იწარმება, არავითარი მერე რა რომ წყალი იწარმება, პირიქით საულ განგაში უნდა ატყდეს. მერე რა უნდა ამოვარდეს ჩვენი პოლიტიკური არსენალიდან. დღეს ამ ორ პიროვნებასთან ერთად მე მინდა გავაგრძელო ის საუბარი, რომელიც გუშინ რომან რულუას ეზოში დავიწყეთ. ეს მართლაც დიდი ქართული, ძალიან საინტერესო და კარგი საუბარი იყო ორი ცნობილი პიროვნების, ბატონი თენგიზ ჯალიაშვილი, ჩვენთვის როგორც ბიოლოგი, 22 წელი იმუშავა ინგლისში, გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში. ესენი პრაქტიკულად მე-11 საუკუნიდან გაიყვნენ, თორე ერთნი იყვნენ, ძმებმა გაიყვეს და სამი სახელმწიფოა დღეს ამ სამ სახელმწიფოში ინსტიტუტის დირექტორად იმუშავა ქართულმა კაცმა და ბიოლოგია ეს. და ძალიან სერიოზული ანალიზი აქვს და ძალიან სერიოზული კვლევები აქვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი კონტაქტები აქვს დღეს გარე სამყაროსთან, სწორედ იმ ხალხთან. ნახეთ, რით დაიწყეს ძლიერმა სახელმწიფოებმა. აი ვთქვათ, ტრამპმა რით დაიწყო, პირველი დაიწყო მოგვარება ამერიკის წინ წამოწევა დაიწყო იმით, რომ ესე იგი მედიცინა რას ვჭამთ და სამუშაო ადგილი. ნუ პრაქტიკულად რომ ნახოთ არა, ყველაფერი ახლა უფრო მე ცოტა იმათ ვამბობ, მარტივად ვამბობ ამ იმას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ესე იგი წერტილოვანი ისინი აქ გააკეთა. უფრო მეტიც, იმდენად არის დამახინჯებული, რომ ყველაზე მძიმე და გახდა სწორედ მედიცინის დარგში და ესე იგი კენედის დამტკიცება ამერიკაში, იმის გამო, რომ მას სრულად განსხვავებული რამ აქვს და მან გამოაცხადა, გავხადოთ ამერიკა ისევ ჯანსაღი. ანუ ამერიკამ ძლიერი ამერიკის საფუძვლად დადო ის, თუ როგორია, რას ჭამს ხალხი და რა მდგომარეობა და როგორია მედიცინა. დღეს ეს არის ბატონო ამირან და ბატონი ზურაბის ორივე დამეთანხმებით, რომ დაახლოებით რა თქვენ უფრო მეტად იცით, რომ 15-20 წლის წინ სწორედ ეს ითქვა პირველად მეცნიერთა კონგრესში, რომ
პირველი ნომერი საქმე არის სწორედ ის ჩვენი უბედურების სათავე არის ის რომ 80% კვების პროდუქტების შემოგვაქვს ქვეყნის გარედან გავაჩანაგეთ ჩვენი სოფელი ბანკები ავაპარპაშეთ ხალხმა დატოვა სოფელი წავიდა გარეთ გერმანიაში მიდის რომ ხენდრო მოკრიფოს და 3 თვის განმავლობაში $3000 მიიღოს თურქეთში მიდის რომ ჩაი მოკრიფოს დღეს ქართველმა ჩვენი მეურნეობა გავაჩანაგეთ მაგრამ აქ არ არის მარტო ლაპარაკი იმაზე რომ ჩვენები გარეთ წავიდნენ მე ძალიან მინდა რომ აი ამ ორი ძალიან ცნობილი პიროვნების და აი ამის იმიტომ რომ მე ვამზადებ როცა სექტემბერში ჩვენ ძალიან სერიოზული ის გვექნება და რაღაც აი დაიწყებს მოქმედებას პარალელურ პარლამენტი მე მინდა გამოვიტანო მოხსენება რომ სწორედ რას ვჭამთ და როგორ მდგომარეობაშია ჩვენი კვების პროდუქტები და ჩვენი სოფელი ეს არის სახელმწიფოებრიობის საფუძველი ან ჩვენ ვრჩებით სახელმწიფოდ ან ჩვენ ვამთავრებთ სახელმწიფოებრიობას გაგიკვირდებათ მაგრამ გუშინდელმა საუბარმა რომან რულუას ეზოში წუხელ თელეგრამები ფიქრობდი და ძალიან ბევრ ამას ვაანალიზებდი და ჯერ არ ვარ მზად რომ ყველაფერი დღეს გავაგზავნებ ამ ჩვენ საუბარს საღამოს 23 საათზე მაგრამ აი აქ კი მინდა გამოვიტანო აი ვიხსენებ რომ ეს მერე რა ეს არის უბედურება მერე რა რომ მეკთამე ზის ხელისუფლებაში მერე რა რომ ხელისუფლებაში ზის კაცი რომელიც არ ცხოვრობს ისე როგორც ჩვენ 10-4 სახლებს ვერ თვლის მერე რა რომ პროტექციით მოხდა მერე რა რომ ერთი ჯგუფელები მართავენ ქვეყანას მერე რა რომ ერთი პარტია მართავს ქვეყანას მერე რა რომ ერთი ბანკი მართავს ქვეყანას მერე რა რომ ბანკმა არავითარი მერე რა ეს არის უბედურება პროტესტი უნდა გამოხატო ყველაფერი იმის მიმართ რაც სწორედ აი გვაჩვევს ჩვენ ამ უბედურებას მიგვაჩვიეს ჩვენ ამას ყველაფერს და მიგვაჩვიეს ძალიან სერიოზულად ბატონ ზურა პირველ რიგში თქვენსკენ ვიღებ ამ იმას და უბრალოდ 1-2-3 წუთით მინდა გავაკეთო ასეთი ანალიზი რომ ჩვენი სოფელი ხომ ჩვენ პროგრამად ავიღეთ რომ 80-20 ანუ 80% შემოგვაქვს 20%-ია ჩვენი ჩვენ ვაბრუნებთ იმას და ჩვენი პროგრამა არის ორიენტირებული იმაზე რომ 80% 4 წლის განმავლობაში ჩვენ შევძლოთ ვაწარმოოთ და 20% შემოვიტანული გარედან მაგრამ ეს ერთი მიმართულებაა და რატომ არის ეს სახელმწიფოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება ეხლა ჩვენ ნახეთ რომ რა არის საქართველო საქართველო არის მიწა წყალი ჰაერი სითბო საქართველო არის ჩვენი ესე იგი როგორც იტყვიან გეოგრაფიული მდებარეობა საქართველო არის ხელწილ ქვეყანა ვართო და რაღაც განსაკუთრებული ხო ორი კონტინენტის გასაყარზე და უამრავი რამ ის აქვს ამ იმას ანუ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა საქართველო არის ადამიანური რესურსები საქართველო არის ინტელექტუალური პოტენციალი საქართველო არის ჩვენი ბუნებრივი რესურსები ეს რვა რამე უსასრულოდ ძლიერს ხდის საქართველოს რვიანი საერთოდ უსასრულობას ნიშნავს და ეს რვა რამე უსასრულოდ ძლიერს უნდა ხდიდეს ქვეყანას ჩვენ პრაქტიკულად უკვე რვავეს მიწასთან ვასწორებთ ანუ ჩვენი მიწა მოწამლულია ჩვენი წყალი იწამლება ჩვენი ჰაერი იწამლება სითბოს ვკარგავთ მდგომარეობა როგორ არის ბევრი რამის გამო ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა ვერ გამოვიყენეთ და ხან ერთს ვეხეთქებით და ხან მეორეს ვეხეთქებით და ხან იქეთ ვართ და ხან აქეთ ვართ და გარედან ვიმართებით ადამიანური პოტენციალი გავანულეთ იმიტომ რომ ვისაც საქმის გაკეთება შეეძლო ან ხასიათი დაეკარგა თუ დარჩა ქვეყანაში ან წავიდა ქვეყნის გარეთ და ქვეყნის გარეთ აკეთებს საქმეს ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალი განადგურდა იმის გამო რომ აი აგერ 10-15 ჯერ უფრო მეტად აფინანსებს აზერბაიჯანი ვთქვათ მეცნიერებას ვიდრე საქართველოში ხდება ეს განათლება ისპობა და ჩვენ ამას უყურებთ აი ეს ძალიან წყნარად მშვიდად მერე რა აი ამიტომ ესაა მეცნიერთა კონგრესი ძალიან ძიმე შემოძახილი და ყველაფერი იწყება იმის სწორად ჩამოყალიბებით რომ ამას რომ ჭამთ ჩვენ რა არის რასაც ვჭამთ პრაქტიკულად ქვეყანაში ადამიანები ვართ ისეთები როგორც რამესაც ვჭამთ მოწამლულს თვითონ გავხდით მოწამლულები და ჩვენ საუბარიც არის მოწამლული და აგრესიული რეალობა ამაშია რა ნუ თქვათ ვჭამთ ძალიან ბევრ რამეს რომელშიც ტყვია ეს ტყვია უმძიმესი რამ არის ხო ასე არა ანუ ეხლა თქვენ ექიმი ხართ და იცით უმძიმესი რამ არის ერთხელ აქ ბატონმა გახოკიძემ თქვა ესეთი რამ რომ ჩვენთან აგრესიული ხალხი გახდა იმის გამო რომ ძალიან ბევრი ისეთ რამე ვჭამთ რომელშიც ტყვია
და ტყვია კი აგრესიულს ხდის ადამიანებს და გავხდით აგრესიულები, მაგრამ მიწა რომ დავკარგეთ, რეალობა უკვე იმაშია რომ აი უკვე ჩვენი მიწა იძულებული გავხადეთ ჩვენ სოფლის მცხოვრებლები რომ გადავიდნენ შხამქიმიკატებზე. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი საზღვარი დაუცველი ეკონომიკურად შემოდის იაფასიანი, სხვაგან რო არ ჭამენ, თურქეთში რო არ ჭამენ, ის საქონელი შემოდის. ის თანაც თურქეთი ეხმარება და ეუბნება რომ ოღონ წაიღეთ სხვაგან და წაიღეთ საქართველოში და ჩვენ ესე იგი ფულს გაძლევთ იქეთ, გადასახადს კი არ ახდევინებენ. პირიქით ეხმარებიან რომ შემოიტანოს ჩვენთან. შემოდის ეს პროდუქტი და საქართველოში თურქეთთან შემოტანილი პროდუქტი ორჯერ იაფიღებს ვიდრე საქართველოში ანალოგიური მოწეული. ამიტომ ქართველი ლეხი იძულებული გახდა რომ შხამოს ყველაფერი, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ზრდის მოცულობას და პრაქტიკულად აღმოჩნდით კატასტროფული რამის. ანუ ჩვენ რეალურად კარგავთ სახელმწიფოებრიობას არა ბევრი სხვა რამის გამო, არამედ სწორედ კვებასთანაა დაკავშირებული. ადამიანები აგრესიული გავხადეს, მოვიწამლეთ, ავადყოფები ვართ, ავადყოფი გახდა ჩვენი აზროვნებაც. პოლიტიკოსები დავერიეთ ერთმანეთს, მე არ ვიცი, აი ესეთ ტონით Facebook-ზე როგორ ჩვენ ელაპარაკებით ერთმანეთს, ან პარლამენტში ტრიბუნიდან როგორ ელაპარაკებიან ერთმანეთს, ეს ნორმალურ საზოგადოებაში ესეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ანუ არ ვიცი, ან მე მეშლება და იმიტომ გავაკეთე ამ ესისა და უბრალოდ გაასწორეთ თქვენ, აგერ ორი მეცნიერი ხართ, რომლებიც ტექნიკური მიმართულებით და სამედიცინო მიმართულებით, მე მართალი გითხრათ, აი შეშფოთებული ვარ ყველაფერი იმის გამო, რაც დაკავშირებულია იმასთან, რასაც ჩვენ ვჭამთ, რასაც ჩვენ ვსვამთ, რა უქენით თბილის და როგორია ჩვენი ეკოლოგია, რას უშვებით ჩვენ ტყეებს, რას უშვებით ჩვენ მდინარეებს, რას უშვებით იმას ჩვენს უნიკალურ სიმდიდრეს, ყველაფერი ნედლეულად გადის, მერქანი ნედლეულად გადის, ხეთხე ნედლეულად გადის, მარგანეცი ნედლეულად გადის, ოქრო ნედლეულად გადის, ყველაფერი ნედლეულად გადის ამ ქვეყნიდან, მაშინ როდესაც ქვეყანა არის ინტელექტთან დაკავშირებული. მეორე სულიად სხვა მიმართულების საუბარს მე თქვენი იმის შემდგომ ჩავთავდა ბატონ ამირანთან გადავა. რა ვიცი, გაასწორეთ, მე იქნებ რაღაც მეშლები და არ მოგერიდოთ, რაც შეიძლება ძალიან მწვავედ ვისაუბროთ. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მადლობას მოგახსენებთ ბატონთემურ მოწვევისთვის. აი ახლა თქვენ ბევრი რამე ახსენეთ და იგივე დაშხამვასთან დაკავშირებით, რატო შხამავს ქართველი გლეხკაცი სოფლის მეურნეობის პროდუქციას. პირველი მისთვის არის უმთავრესი ის, რომ დიდი რაოდენობით პროდუქცია მიიღოს, და მეორე არის ვიზუალური ეფექტი. კარგად ვიცით ჩვენ, რომ თუ არ დავშხამავთ იგივე პამიდორს, ვერ მივიღებთ ისეთ ვიზუალურ ეფექტს, სამაგიეროდ ის იქნება სავსე სხვადასხვა შხამქიმიკატებით და უვარგისი საკვებად გამოყენებისთვის. მაგრამ სოფლის მოსახლეობა ამას არ უყურებს, არის გაუთავებელი პროპაგანდა აი ამ პესტიციდების, საქართველოში რეგისტრირებულია 1030-ზე მეტი პესტიციდი და ეს პესტიციდები მოიხმარება უკონტროლოდ. სოფლიო მაჩვენებელი, საშუალო სოფლიო მაჩვენებელი არის ჰექტარზე პესტიციდის მოხმარება 2,2 კილოგრამი წელიწადში, მაშინ, როდესაც საქართველოში 10 კილოგრამს გადასცდა ეს მაჩვენებელი. კარგად მოისმინეთ ბატონებო, კარგად მოისმინეთ და ჩვენ ის კი არ დავპირისპირდეთ ამ დროს, ასაც გვეუბნება პროფესიონალი და ძალიან ზნეობრივი და მაღალკვალიფიციური დავფიქრდეთ ამას და გამოსავალი მოვძებნოთ. გამოსავალი არის მეცნიერთა კონგრესის პროგრამებში. ძალიან უკაცრავად. იგივე ეს 2,2 კილოგრამი ძალიან ბევრია, რომელიც სოფლიო საშუალო მაჩვენებელია, მაგრამ საქართველოში 5-ჯერ მეტი არის ეს, იმიტომ არ არსებობს არანაირი კონტროლი. არანაირი კონტროლი არ არსებობს. ერთადერთი კონტროლი და თვალსაჩინო ის არის, რომ ხედავთ სავსე საავადმყოფოებს, სავსე აფთიაქებს და ამდენ დაავადებულ ადამიანს. ონკოლოგია კატასტროფულ პარლამენტში. რა თქმა უნდა, ონკოლოგია კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს საქართველოში და ეს ყველაფერი დაკავშირებული არის საკვებთან. 80-90% დაავადებების მეგობრებო დაკავშირებული არის საკვებთან და არა ჰაერთან და არა სხვა რაღაც ნერვულ სტრესთან და არა სხვა ფაქტორებთან. დანარჩენი არის სხვა ფაქტორები. ყველაზე მთავარი არის საკვები, რომელიც გატენილი არის შხამებით, გატენილია პესტიციდებით, იმ ნივთიერებებით, რომლებიც ანადგურებენ მწერებს, ისეთ მწერებს, რომლებსაც რადიაცია ვერაფერს ვერ უშვება. აი ამ საკვებთან ერთად ჩვენ ვღებულობთ იმ შხამქიმიკატებს, რომლითაც ნადგურდებიან აი ესეთი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების მიმართ გამძლე მწერები.
ეს ხდება არა ერთჯერადად, არამედ ყოველდღიურად, რადგან ჩვენ საკვების ყოველდღიური მომხმარებლები ვართ და წლის განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობა ეს პესტიციდი და შქამქიმიკატი გროვდება ჩვენს ორგანიზმში. ეხლა ამ პრობლემებზე ბევრს კი ვსაუბრობთ, მაგრამ რა საშველი არის, რა უნდა უშველოთ ამ ყველაფერს, განსაკუთრებით ბავშვები როგორ დავიცათ ამ ყველაფრისგან. აქ კიდე აღსანიშნავია მეორე თემა ის, რომ იმპორტირებული აი ესეთი საკვები, როგორიც არის კამფეტები და ფერადი საკვები, შემოდის უცხოეთიდან და ეს ფერადი ნიშნავს იმას, რომ მასში არის სინთეტიკური პიგმენტები, რომლებიც იწარმოება ნავთობისგან. დღეს უკვე ამერიკა გადადის და ბევრმა კომპანიამ განაცხადა ევროპაშიც, რომ გადადიან ნატურალურ პიგმენტებზე და ეს მისასალმებელია, რადგან ნატურალური პიგმენტები ეს ადამიანის ორგანიზმისთვის არის ძალზე სასარგებლო ნივთიერებები. მაგრამ სინთეტიკური პიგმენტები, რომლებიც ესე უკონტროლოდ შემოდის და ბევრი ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები, განსაკუთრებით კამფეტები, ეს ორცხობილები და ასე შემდეგ, თვითონ უცხოეთში არის აკრძალული ბევრ ქვეყანაში. აქ შემოდის უკონტროლოდ, აქ არაფერი არ არის ჩვენთან აკრძალული, ყველაფრის შემოტანა შეიძლება. მე შემიძლია მოვიყვანო იგივე არაერთხელ ხსენებულა აქედანაც სიკიმის შტატი ინდოეთში, რომელმაც პესტიციდები აკრძალვა გუბერნატორმა აკრძალვა პესტიციდები და როგორი ეკონომიკური ეფექტი მიიღეს, ჯანმრთელობის კუთხით როგორ გაუნჯობესდა და ეს მოხდა 2016 წელს და 2018 წელს ფაუს ოსკარიც კი მიიღეს და ახლა კიდევ 8 შტატი გადადის აი ამ სისტემაზე. საქართველოში თუ აიგრძალება პესტიციდები, ჩვენთან საგრძნობლად გაუნჯობესდება რამდენიმე წელიწადში მდგომარეობა, არა მარტო ჯანმრთელობის კუთხით, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგანაც მთელი მსოფლიო დაიწყებს ბიო და ორგანული პროდუქციის შეძენას საქართველოში და ეს გადატრიალება იქნება სოფლის მეურნეობაში. უბრალოდ ამას შეიძლება პროპაგანდირება, ისეთივე პროპაგანდირება, როგორიც არის ამ პესტიციდების და დაშხამვის და შეტრიალება მთლიანად სოფლის მეურნეობის. თვითონ გლეხკაცი იმასაც ვერ ხვდება, რას უშვება თავისი ოჯახის წევრებს, თავის სამეზობლოს. გასაგებია ის ყიდის ვიღაცებზე, მაგრამ თვითონაც იკვებებიან აი ამ პროდუქტებით და თვითონაც სხვადასხვა დაავადებები აქვთ და ძალიან მძიმე მდგომარეობა ამ კუთხითაც. ამიტომ კარგი იქნება თუ მთავრობაში მოხდება აი ეს შებრუნება აი ამ ყველაფრის. მაშინ იმიტომ რომ თუ რაღაც სერიოზული სისტემური ცვლილებები არ მოხდა ბატონ ზურაბ, მეჯმებარება, იმიტომ რომ ვისაც რამე შემოაქვს გარედან ხორბალი, ვისაც შემოაქვს პარლამენტში ზის, ვინც უცხოელებისთვის სახლებს აშენებს პარლამენტში ზის, ვინც წამლები შემოაქვს პარლამენტში ზის, ვისაც ხორცი შემოაქვს პარლამენტში ზის. ისინი არ ფიქრობენ იმაზე, რომ საქართველოში განავითაროთ ეს მეურნეობა და ყველაზე მეტად კანონმდებლობა გვაქვს ისეთი, რომ მარტივი ფორმულაა ჩამოყალიბებული, აი თავის მინდა გკითხოთ და მე მარტივი ფორმულა, რაც ქვეყანაში ბევრი გვაქვს და ვინმეს გარედან შემოაქვს გადასახადი უნდა იყოს მძიმე საზღვარზე, რომ მას არ მივცეთ საშუალება, რომ ჩვენთან შემოიტანოს, რაც არ გვაქვს ქვეყანაში და ვინმე შემოაქვს, გავანულოთ ბატონებო ეს გადასახადი. რაც ქვეყანაში ბევრი გვაქვს და ვინმეს გარეთ გააქვს, ნული იყოს გადასახადი. რაც არ გვაქვს ქვეყანაში და ვინმეს გარეთ გააქვს, იმაზე დავაცრესოთ მაღალი გადასახადი. შეიძლება აი თქვენ აი წეგან აღნიშნეთ კიდევ ერთხელ რატო უნდა გლეხმა კაცმა რომ მოიყვანოს ბევრი პავიდორი და რაღაც, იმიტომ რომ შემოიტანა თურქმა, თურქეთთან რომ შემოვიდა, ან ქართველებს შემოაქვს, თურქეთი არ შემოაქვს, ქართველები ყიდულობენ იქ. და რომ შემოაქვს, თქვენ იცით რომ თურქეთში კვერცხისდებელი ქათმის ჭამა არ შეიძლება, ბარკლის ჭამა არ შეიძლება, განსაკუთრებით სტამბულსა და ათენაში, დედაქალაქში, ანკარაში, არ შეიძლება ფათოღლი ფქვილის და ძალიან ბევრი იმის და ყველაფერი მოდის აქეთ. ეხლა გუშინ ესე იგი ბატონი თენგიზი ამბობდა რომ აი მწარმოებლებმა რომელიც ამერიკაში აწარმოებენ და აკრძალეს ყველაფერი, ეხლა ისინი ხوار გადაყრიან ამ პროდუქტებს, არა? წამოვა აქეთ ყველაფერი და იქნება ჩვენთან ამერიკიდან ბარკლის შემომტანი თავარი ის გახდა, ეს რაგვარი ეს რო არის ერთი პიროვნება, თავარი ის გახდა ჭკუის მასწავლებელი და მთავრობაში და რა ვიცი, რაღაც განსაკუთრებული ისა, მაშინ როდესაც ამერიკაში ბარკლის ჭამა არ შეიძლება, იმიტომ რომ კვერცხისმდებელი ბარკალში არის ყველაზე დიდი უბედურება თავმოყრული, ხო? ექიმიზის აგერ და თუ მე შეცდომით ვამბობ. ეს უმეტეს ქვეყნებში აკრძალულია.
აი წარმოიდგინეთ თქვენ. ბარკალი აკრძალულია უმეტეს ქვეყნებში. კვერცხისმდებელი ქათმის გამოყენება და მით უფრო ბარკლის თუ სოფელში გაზრდილია, იქ არ არის პრობლემა. მაგრამ თუ ეს თქვათ არის აი ინდუსტრიულ იმაშია და ასფალტზეა და იქ იკენკებიან და რაღაც იმით არის, რა ქვია ეს ბარკალი იმის ბარკალი არის საშიში. ქვეყნისთვის და ახლა ამერიკიდან ახლა სოფელში გაზრდილი ქათამი არ შემოდის აქ რა და იმის ბარკალი არ შემოდის ხო? არა მარტო ამერიკაზეა ლაპარაკი, ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან. ეს ხო კატასტროფა რა უნდა ამ საგადასახადო სისტემის მოწესრიგებას მეცნიერები ეუბნებიან უკვე 20-25 წელია რომ ცოტა რაღაც ყველამ გააკეთა ეს, აგერ ტრამპი რასაც აკეთებს რა. ეუბნება პირდაპირ არავით არის მსოფლიო საავაჭრო ორგანიზაცია მოკვდა პრაქტიკულად ხო? იმიტომ რომ ის ამბობს მე გადასახადს ვაწესებ იმის მიხედვით, ვინ როგორ არის ჩემთან ლოიალობაში. ჩვენ გადასახადი გვაქვს ყველასთან ერთნაირი და კიდევ უფრო უარესი ის არის რომ 160 ქვეყნის წარმომადგენლებს საქართველოში შეუძლიათ თავისუფლად შემოვიდნენ. არავით არის დღეს იფიქროს რომ ხვალ მინდა საქართველოში და აი აგერ ნებისმიერ საღამოს მიდის ბაღებში, პარკებში რომ ხვალ ძინავს ღამე ემაზე რა ქვია საჯდომ სკამზე და ხედავ რომ უცხოელია ჩამოსული, იმიტომ რომ სასტუმრო არ უნდა, არაფერი არ უნდა, პურს ყიდულობს, წყალს აქვს, მუშაობს დღე რაღაც შავ სამუშაოზე, აგროვებს პურს, მერე იყიდის მიწას ყველაფერს აქვს და გახდება პრაქტიკულად შეიძლება რომ წერეთელი გახდეს, როგორც ძალიან ბევრი ჩინელი გახდა წერეთელი და ბაგრატიონი. აქ მეორე პრობლემაც არის ბატონო თემურ, ესენ შემოდიან უკონტროლოდ შემოდიან და რა დაავადებები შემოაქვთ, ჩვენ არ ვიცით. არავინ არ აღრიცხავს ამას. ყველა ქვეყანაში არის ამის კონტროლი. ჩვენთან შემოდიან უამრავი ვენერიული დაავადება არსებობს, უამრავი სხვა ქრონიკული და მძიმე დაავადებები არსებობს, კანის დაავადებები არსებობს, უბრალოდ ისინი აი მეტროში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რომ შევიდეთ, სავსე არიან უკვე. ქართველებზე მეტი ეგენი არიან ხშირ შემთხვევაში, ხელს კიდებენ ამ სახელურებს, ხო და შემდეგ ქართველი კიდებს ჩვენი თანამოქალაქე და აი რა დაავადებები შეიძლება ჭირდეთ, ამას არავინ არ აღრიცხავს, არავინ არ აკონტროლებს ამას. აი ეს ყველაფერი არის საგანგაშო და ძალიან ყურადსაღები და მე მგონია რომ ამაზე კონტროლი უნდა იყოს უმკაცრესი. ნუ გასაოცარია პირდაპირ, როცა ჩვენ გონია რომ გარედან ინვესტორი უნდა მოვიდეს, ამ გონია რომ ბევრი ტურისტი უნდა შემოვიდეს, ტურისტი ისეთი პრობლემები მოაქვს ქვეყანაში, ვიდრე ჩვენს ეკონომიკას ჯერ ერთი ისე გინდა ვიკითხო რომ ტურისტი რადგინდა იმ ქვეყანაში, სადაც შენი პროდუქტი არ გაქვს მაგიდაზე, ანუ შემოდის სასტუმრო რომ ააშენო 80% გარედან შემოგაქვს ყველაფერი და თურქეთში ყიდულობ მოწყობილობას. და კვების პროდუქტი თურქეთიდან მოგაქვს. ეს ჩვენთან რა გამოდის? ჩვენთან მოაქვს ავადმყოფობა, ჩვენთან მოაქვს რაღაც და რეალურად ის ფული, რომელიც შემოვიდა ტურისტისგან, მიდის მაშინვე გარეთ, ხო? ჩვენებად მომსახურე პერსონალი პრაქტიკულად მეტი არ არის. ეს არის ამას ვეძახით ჩვენ და გამოდიან და გვეუბნებიან იმას, რომ ყველაფერი წინ მიდის და რაღაც ამაზე გაუცებული ვარ პირდაპირ. ხა თქვენ წარმოგიდგენიათ, ეგერ ერთი თვის ხელფასით მაღაროელი ყიდულობდა მანქანას. იყო პერიოდი. დღეს მაღაროელი პურს ყიდულობს ნისიად. აი გუშინ საღამოს გამომიგზავნა ერთმა პიროვნებამ ჭიათურიდან. ესე იგი აი ცხამლები წამოგივა რომ მაღაზიის გამყიდველი ლაპარაკობს ერთი ქალბატონი რომ მე სულ პროდუქტი მიწვიაო მაღაზიაში 4000 ლარის და 7000 ლარამდე ნისია მაქვს. და ხსნის მე ეს ნისია როგორია, რა ვქნაო, მეწოდება ეს ხალხი ვაძლევო და ხელფასი არა უღიათო წინა თვეშიო და ესე იგი ვინ არიანი მაღაროელები იღებენ ჭიათურაში, ეხლა ნახეთ მაღაროში ვინც არიან ფლობელები, ვინც არიან ისინი რაკონების პატრონები არიან, ყველა მეფეს ერთად აღებული. საქართველოში თუ სადმე აღსებობს აღრიცხვა რაც ქონდა ჭიათურის მეპატრონე ვინც არის კაპარაძე და სხვებს ერთ კაცს აქვს ორჯერ მეტი ვიდრე საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე მეფეებს ჰქონდათ. ეს რა უბედურებაა ეგ. გუშინ რკინიგზელებს ვესაუბრებოდი და მითხრეს რომ ხელფასი 1000-1500 ლარის ფარგლებში ემთავრე. ხელმძღვანელები 15-20-25000 ლარი. და ვინც საქმეს აკეთებს ესენი 1000-1500 ლარი. და რკინიგზა, საქართველოს რკინიგზა გაჭანაგდა რეალურად. ყველაზე მთავარი ბიზნესი და ფული შემოტანე საქართველოში გახდა სამშენებლო ბიზნესი. და ამ სამშენებლო სახლებში ვინ მოდიან? მოდიან უცხოელები. და რეალურად ჩვენ ამას უკრავთ ტაშ და რაღაცა შემდებაო. თბილისი არის კატასტროფული მდგომარეობა. ბატონი ამირალი არის ეკოლოგიის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.
არა მარტო ტექნიკური მიმართულებით და აი ცოტა ასეთი რა მე ტექნიკური მიმართულებით მაქვს შეკითხვა, მაგრამ აი როგორც ეკოლოგი, როგორ უყურებ ამ შექმნილ სიტუაციას და რაზეც ვისაუბრეთ? რა თქმა უნდა, კატასტროფა მოგესალმებით მეგობრებო. მიკროფონი ჩასურთავ. წლების განმავლობაში საუბრობთ ამაზე და მე მაინც როგორც სპეციალისტმა კი არ მინდა ვილაპარაკო, არამედ მინდა გავამახვილო ყურადღება ისეთ საკითხზე, რასაც ჩვენ ალბათ გზნობთ, მაგრამ არ ვაღიარებთ. განსაკუთრებით ამას არ აღიარებენ პოლიტიკოსები. ესე როდესაც ადამიანი ვიმეთოა, ესე ის არ გავს იმ ნაბიჯს, რაც გადასადგმელი ინტორია შინია. და არ გავს ნაბიჯს იმ შემთხვევაში, თუ იცის, რომ რაღაცა გამოუსწორებელი შეცდომაა დაშვებული. და ამას პოლიტიკოსები არ ამბობენ, რომ ქვეყანაში არის რამდენიმე გამოუსწორებელი შეცდომა. არც ერთი პოლიტიკოსი არ იტყვის ამას, რომ წინა ხელისუფლებამ დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა და მე ამას თუ იტყვის, რომ გამოუსწორებელი ესე თვითონაც ვერ გამოასწორებს. ამიტომ ის იტყვის, რომ მე ამას რაღაცნაირად გამოვასწორებ, მაგრამ თვითონაც არა დარწმუნებული, რომ არც ერთი პოლიტიკოსი არ ამბობს, არ ლაპარაკობს გამოუსწორებელი შეცდომებზე. ამიტომ მე მინდა მაინც მიზეზებში ჩავიხედო და გამოუსწორებელი შეცდომებს გადავხედო ჩვენ ქვეყანას. აი მე მარტივ მაგალითს მოვიყვანო. წარმოიდგინეთ ოჯახი, რომელსაც უჭერს. და ოჯახს აქვს რაღაც რელიკვია, ძალიან ძვირფასი, პაპის დანატოვარი, მაგალითად ხმარი მოჭრილი ბრილიანტებით. ყიდიან ამ რელიკვიას. და მამა ამ ოჯახის ამ ფულით აკეთებს ეზოში სკვერს, არანუტებს სახლს და 10-15 წელიწადი ცხოვრობენ ბაშკაცურად, კარგად. მაგრამ მას შეეძლო იმ ფულით ეკიდა ტრაქტორი ეზოში მიწა მოეხნა. მოსავალი მოეყვანა და ფული არ დაეხარჯებოდა, ხო? მან სამწუხაროდ არასწორად დახარჯა უკანასკნელი რესურსი ოჯახის. კარგად იცხოვრა გარკვეული პერიოდი, სახლის გადამოწა ეზოში პლანტაციის ნაცვლად სკვერი გააკეთა და ფონტანები გააკეთა და მის დროს ოჯახი კარგად ცხოვრობდა. მაგრამ გათავდა ეს ფული და შვილს კილში აღარაფერი აღარ აქვს, რომ ამოიღოს და რამე გააკეთოს. და რა ხდება? შვილი იძულებულია, რომ ეს ლამაზი სახლი ან გააქიროს, ან გააკიდოს, ანუ რაღაცა უნდა გამოუვალ მდგომარეობაში უკვე და ის იძულებულია უკვე თავისი ლამაზი სახლით ან სხვა შემოუშვას, ან გააკიდოს და გაკოტრდეს და რას ამბობენ ამას მეზობლები? მეზობლები ამბობენ, რომ ამაგარი იყო მამა, როგორ კარგად ცხოვრობდნენ მამის ძეს და აი შვილი როგორ დოკოლაპია, გაკოტრდა და ვერაფერს ვერ აკეთებს და ამას მეზობლებმა არ იციან, რომ მამამ დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა. ხო. აი ასეთვენაირად, როდესაც სააკაშვილმა მთელი ეკონომიკა გამოწვია ქვეყნის რესურსები თავისი სახელოვანი ეკონომიკის მინისტრის ბენდუქიზის მეშვეობით და ამ ფულებს სისულელები აკეთა, ნაცვლად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა ეყორძინებინა, მრეწველობა ეყორძინებინა, ხო? ორივე სასახლე, პარლამენტი და პრეზიდენტის ბათუმში პომპეზური ამბანის კოშკები და რაღაც სასტუმროები და სანახაობითი ობიექტები და ამას რეალური ეკონომიკა არ შექმნა იმ უკანასკნელი რესურსით. და ეხლა შემდეგი ხელისუფლება არ ამბობს, რომ დაშვებულია ისეთი შეცდომა, რომელიც გამოსწორებასაც მე ვერ შევძლებ, იმიტომ რომ ამას თუ იტყვის, მას არ მეცემა. ის უბრალოდ პირდება, მაგრამ სწორად დარწმუნებული არა, რომ ამას გამოასწორებს. ხო. ასეთ დროს აი ხა მეორე კიდე გამოუსწორებელი შეცდომას ვიტყვი. ჭედელი, თუ ჭედელს არ გააძლევებს შეგებს, მოგვიდება ამ ჭედელს და თუნდაც ვერ გაჭედავს, ხო? განათლების სისტემაში თუ ისე ჩაერევდა, რომ რაღაც სპეციალობების მომზადება შეწყვიტა, რაღაცა თაობის მიერ შენ სპეციალობას ვეღარ ახსოვს, ვეღარ აღწევს, მოკვდება ეს თაობა. იგივე მრეწველობის სხვადასხვა დარგები, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგები, ის თუ ის წინა თაობა წავიდა, ვისაც უნდა შეგირდი გაეზარდა, იმ დარგში შემდგომ ფაქტურად გამოუსწორებელი შეცდომა გაქვს, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ მატერიალურ სფეროში დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომა უფრო მძიმეა, იმიტომ რომ ინტელექტუალურ სფეროში ნიჭის გაფლანგვა წარმოუდგენელია, ესე იგი, თუ კი შვილი, რომელსაც მამამ გაუფლანგა ეს ოქროს ხანჯალი და უტვინოდ გახარჯა,
წვენს გააზროს შეიძლება ის გამოწოს ამ მდგომარეობიდან. ესე ნიჭი არ იფლანგება. რა მინდა თქვა, ესე იგი, როდესაც ქვეყანაში ასეთი გამოუსწორებელი შეცდომაა დაშვებული, ჩვენ უნდა რა გავხსნათ გამოსავალი ფიქრი, ინტელექტუალური სიმძლე, რომელიც ბუნებრივად მოყვება ჩვენებს. აი ამ საკითხებზე მე მგონი პოლიტიკოსები სპეციალურად არ მიდებენ თავს საუბარს, რომ დაშვებულია, აი საერთაშორისო იმაზე კი არ უნდა ასამახლებდნენ რაღაცა თქვა საშუალო განმკვეთა თუ რაღაც ფილმი გაფლანგა და რაღაც არამედ იმიტომ რომ აი ესეთი გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვა, როგორიცაა უკანასკნელი ქვეყნის რესურსების არასწორად გაფლანგვა და იგივე განათლების სისტემაში აი შეგიძლები არ გაგრძელებინა მასშტაბებს. და თერგი დარგები მოკლე. აი ინტელექტუალურ სფეროში დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომა, აი მატერიალურ სფეროში დაშვებული. რაღა ქვეყნის განადგურება, თუ კი ქვეყანას მატერიალურად განადგურება. ინტელექტუალურად განადგურება. აი ეს ორი უდიდესი დანაშაული. ნუ საინტერესო მეცნიერული ხედვებია ახლა, ნუ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი აგერ დღეს ვთქვათ აიღებ ფული გაქვს და შენ გაყიდე ესეთი რამ ასახლი ან რაღაც ნივთი და აცხოვრებ კარგად, მაგრამ სინამდვილეში დატოვე სიღარიბეში შემდგომი თაობები. რეალურად საქართველოში მოხდა ესეთი რამ, როდესაც აი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოუსწორებელი შეცდომა იყო, გამოუსწორებელი, მაგრამ რაღაც ფორმით შეიძლება რაღაც გასწორდეს, ეს არის ნულოვანი პრივატიზაცია, რომელიც მოხდა. ეს არის ვთქვათ ის რაც კუპონი რო შეიცვალა და სესხები რო გაიტანეს, წარმოუდგენელი რამ იყო, უდიდესი დარტყმა მიიღო იმ ძველ პერიოდს. უნდა შევხედოთ ყველაფერ ამას, უბრალოდ აქ არის ლაპარაკი ერთ რამეზე, რომ ისეთი ხელისუფლება მაინც უნდა მოვიდეს, უნდა უთხრას, რომ ბიჭო ნულოვან აუქციონზე თქვენ ეს კაპიკებში რო შეიძინეთ, აგერ 1 მილიონი მთელი ხალხის შექმნილი რო იყო და თქვენ 10,000 ლარად რომ შეიძინეთ ეს ყველაფერი. ესე იგი, გააკეთე რა, 1 მილიონი ხო გირდა ეს 1 მილიონის სამუშაო ადგილი შექმნილი რა ქვეყანაში. კი არ გართმევ, კი არ გეჩხუბები, სამუშაო ადგილი შექმნილი რა. არა, ნუ უბრალოდ აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ერთმანეთის წყალს როგორ დახევენ. და ამიტომ, როდესაც ხელისუფალი არის ქვეყანაში ისეთი, რომელსაც კომპრომეტირებული ადამიანები აწყობს, როდესაც ხელისუფალი ადამიანი ქვეყანაში, რომელსაც ეშინია არა ინტელექტუალის, ეშინია არა წესიერის, არამედ ეშინია ფულის მქონეს. დღეს საქართველოში აი ის რომ იყო რა ქვია რაღაც წარმოუდგენელი სოფლიო მასშტაბის ინტელექტუალი რომ იყო თუ შენს უკან ფული არ არის დაასრულებ ამ ქვეყანაში ცხოვრებას ისე რომ ვითომ კარგი ცხოვრია მაგრამ თუ შენ არავითარი ცოდნა არ აქვს მაგრამ ფული გაქვს ჩათვალე რომ შენ ანგარიშს გიწევენ ანგარიში უნდა გაუწიო ინტელექტს ნიქს ამიტომ როდესაც მეცნიერთა კონგრესი ამბობს რომ ამ ქვეყანას ჭირდება არა ფულის უფლება არამედ ნიჭის ზელაუფლება ნიჭის ფულის უფლების ქვეყანაში ცხოვრობ ჩვენ დღეს. გაფრანგული გასაგებია მაგრამ ფული მათქოლში. ნუ გასაგებია გამოიყვანოთ ამ მდგომარეობა ისე მაგალითს უბრუნდები რომ თუ კი ოჯახში დასაყები არაფერი არა და მამამ გააკოტრა film on the მოიფიქროს რაღაცა რომ არა ფული სასწავლის სკოლია როცა შენ კი რა თქმა უნდა თქვენი საშუალებით და მეცნიერების საშუალებით საოცრად კარგი პროგრამებია 60-მდე ესეთ პროგრამა გაკეთებული რომ რა თქმა უნდა განხორციელება ამას და პოლიტიკური ნება ხო პოლიტიკური ნება ვერ იქნება როდესაც 6 მილიარდი უნდა ისეზღო არაბებისგან და ამის გამო არაბები უნდა შემოასიო ქვეყანას აქეთ ახლა უკვე მაშინ რომელი პოლიტიკური ნებაზეა ლაპარაკი როდესაც გეუბნება გამოდის დღეს ერთ ვინოს კითხულობდა ჩვენო ევროკავშირიო მარტივად ერთ რამეს გთხოვსო მე ვფიქრე რა ჩვენ გთხოვსო სუვერენიტეტის დათმობასო არა სუვერენიტეტ რო დავკარგოთო ამით იმაზე კი არ არის ლაპარაკი რომ ევროკავშირი ვარ მოგწონს განწყო ესე იგი ამით ჩვენ განწყავ ყველა იმ 28 ქვეყანას რომელიც ევროკავშირის წევრია ესე გერმანია გინდა საფრანგეთი გინდა ყველა ესე იგი თუმცა სუვერენიტეტი არ ქონია იმათ ატყუებენ ხალხს ევროკავშირი ჩვენ იმას კი არ გვია ევროკავშირი არის ჩემთვის ბევრ რამეში მიუღებელი მე ევროპული ღირებულების მომხრე უფრო ვარ მაგრამ ევროკავშირი ერთ რამეს გეუბნება რომ შენ ნუხტები ჩინეთის ქვეყანა შენ ნუხტი შენ სუვერენიტეტს სხვა ქვეყანაზე არაბების ნუ იქნები ნუ აკეთებ რეალურად აი ასეთი შენიღბულად ვითომ სუვერენიტეტი არ უნდა დავკარგოთ ევროპას და ამერიკას უნდა ვეჩხუბოთ და სინამდვილეში საქართველოს დაეუფლა თავიდან ბოლომდე ჩინეთი დღეს ამას ამ თემას აღარ მინდა იმიტომ რამდენიმე რამ დავდე და კიდე ამ დღეებში უფრო სერიოზულად ვაპირებ რომ გამოვიტანო ეს მაგრამ აი ახლა მინდა ასე იგი მოგმართოთ თქვენ და აი ამ შემთხვევაში რომ გავაგზავნოთ გუშინდელი და ეს დღეს საუბარი ბატონ ზურაბ აი ცოდვა ხო არის დღეს ის ვინც არ იყენებს პესტიციდებს
და არ იყენებს ხამქიმიკატებს. აი როგორ უყურებთ თქვენ? ანუ ზნეობრივი ადამიანი დღეს არის ცოდვა, სწორია მიდგომა ზანით. რა თქმა უნდა. ეხლა აი რაზეც საუბრობდით ბატონი რომანის ეზო კარმიდამოდან, ბატონი თენგიზი რაზეც საუბრობდა და ის ტექნოლოგიები, რასაც უნდა ერგავთ, ეს არის სრულიად ინოვაციური ტექნოლოგიები, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიო მასშტაბით და აი ვცდილობთ რომ ჩავანაცვლოთ და დავანახოთ ქართველ გლეხკაცს რომ ის გაცილებით მეტ ფულს მიიღებს ისე მოყვანილი აი ამ ტექნოლოგიებით მოყვანილი პროდუქციისგან და იმ პროდუქციისგან, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, ვიდრე აი რაც მოყავთ დაშხამვით და ამ პესტიციდებით. აი იგივე ახლა თქვენ რომ ბრძანეთ 6 მილიარდი უნდა შემოიტანოს არაბებიდან სახელმწიფომ და ისევ არაბები უნდა შემოიყვანონ. ჩვენ 6 მილიარდზე მეტი შეგვიძლია ავიღოთ იგივე არაბებიდან, აი არადაშხამული და ბიოეკოლოგიური პროდუქციის, ისინი იყიდიან. ისინი არიან ძალიან შეძლებული ხალხი, დიდი ფული აქვთ და ეძებენ აი ესეთ ქვეყნებს და შტატებს, როგორც არის იგივე ინდოეთში სიკიმის შტატი და იქიდან ძირითადად ეგენი ყიდულობენ. საქართველოს რო გადავიდეს აი ამ პლატფორმაზე, რასაც ქვია ბიო და ორგანული სოფლის მეურნეობა, ჩვენ არავის ინვესტიცია არ დაგჭირდება, ჩვენ იმდენ პროდუქციას გავიტანთ და გავყიდეთ ისეთ ფასად, აქ ლაპარაკი არა იმ ფასზე, რაც არის დღევანდელი ფასები. დაახლოებით 20-ჯერ, 30-ჯერ მეტი ფასი იქნება ის სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ჩვენ პრაქტიკულად ამოუწურავი ბაზარი გვაქვს დღეს ამის, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით აი ამ პროდუქტებზე და ძალიან ცოტა ქვეყნები არიან, ვინც დაუშხამოს და ბიოორგანულს აწარმოებენ და საქართველოს ეკოლოგიიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს აი ამის რესურსი ჩვენ ქვეყანას და ჩვენ თუ გადავეწყვეთ აი ამ სისტემაზე არანაირი გარედან შემოსული ინვესტიციები, მშენებლობები და ასე შემდეგ აღარ დაგჭირდება. უსმინოთ მეცნიერებს, ფულის მეტი არაფერი არ შემოვა ქვეყანაში. უსმინოთ მეცნიერებს, სასაული რამეა, აი მეცნიერება შეუძლია ქვეყანა ფეხზე დააყენონ ყოველ მხრივ. მე ბალი რო ვნახე 20, 25 და 30 ლარი და ვეკითხები იმათ. ორი რამ ახსნა მიცეს, ერთი პირველი, მოდიან ინდუელები და ყიდულობენ და მეორე თქვა მე იმდენი მიჯდებაო ამის ისა კი მაგრამ მეთხარი ადრე არაფერი არ ჭირდებოდაო და ეხლა უჭირდა არის საჭირო ესე იგი უამრავი დავშხამო რაღაც შხამქიმიკატებს პირდაპირ სოფელში მაღაზია მაღაზია რომელსაც აწერია შხამქიმიკატები ესე იგი შხამი იგებებო შხამქიმიკატები სხვა შორის აი ჩინეთშიც კი დაიწყეს ახლა ამხელა ქვეყანა ამხელა მოსახლეობით გარკვეულ რეგიონებში დაიწერტილოვნად ბიოორგანულის მოყვანა და აი ეს ტექნოლოგია პირდაპირ ინტერნეტში იდება თუ როგორი ტექნოლოგიებით მუშაობენ ძალიან საინტერესო ტექნოლოგიებია თუნდაც აი პრიმიტიული მექანიკური დაცვები მწერებისგან სოფლის მეურნეობის პროდუქტების რაც ჩვენთან არ არის ეს ფართოდ გავრცელებული და არც იცის ქართულმა გლეხკაცმა და აი ესეთ რაღაცებში უნდა ჩადოს სახელმწიფომ ფული და აი ესეთი ტექნოლოგიების სწავლება უნდა მოხდეს სოფლებში უნდა დაინერგოს ეს ტექნოლოგიები იგივე რასაც ჩვენ ვთავაზობთ და საქართველოს ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ ხორბალს არა მარტო აწარმოებდა და საკუთარ თავს აკმაყოფილებდა გარეთაც ვყიდით ჩვენ დღეს იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და აი ამ დაშხამვაზე ვართ გადასულები აი ეს ტექნოლოგია რაზეც ბატონ რომანის ეზოში იყო საუბარი ეს არის ჯეჯილის მოყვანა ქლოროფილის შემცველი ჯეჯილის მოყვანა უბრალოდ ეს უნდა მოხდეს რა თქმა უნდა ყოველგვარი დაშხამის გარეშე და სუფთა მიწაზე არასთავარია რომელიც დღესდღეობით სამწუხაროდ ძალზე ძნელი მოსაძებნია საქართველოში მიწა რომელზეც შეიძლება ბიო და ორგანული პროდუქცია მოვიყვანოთ ეხლა რაც შეეხება ამ ჯეჯილს თვითონ აი ფერმერისთვის რა პლუსები აქვს მოყვანის დროს და რა განსხვავებები არის აი დაშხამვასთან შედარებით აი როდესაც მოყავს ხორბალი. ხორბლის მოყვანის დროს გაცილებით მეტი პესტიციდს ასხავს და ზოოციდს რომელიც არის თაგვის საწინააღმდეგო, ხოლო აი ამ დროს ჯეჯილის ამოსვლის დროს ჯეჯილი იკრიფება, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გადასული ხორბლის მდგომარეობაში. ის არის საწყისი ეტაპი და თაგვი, როდესაც ხორბალი მოდის შემდეგ იწყებს მუშაობას და ანადგურებს თვითონ ღეროებს აი ამ ხორბლის თავთავი რომ დააწვინოს და ჩამოაგდოს შემდეგ უკვე მარცვალი რომ მიირთვას.
ამიტომ ამ კუთხითაც გაცილებით ნაკლები დაშხალვა დაჭირდება, კი, რა თქმა უნდა. და ეს ჯეჯილი ახლა ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიები გვინდა დავნერგოთ ისეთი რომ შემდეგ გადავამუშავოთ ფხვნილად, იქნება კაფსულებში თუ სხვანაირად და ისე მიიღოს ბავშვებმაც და ყველამ. იმიტომ რომ ამაში არის უამრავი მიკროელემენტი, რომელიც ჭირდება ჩვენს ორგანიზმს, მეგობრებო, რომელსაც ჩვენ ვერ ვღებულობთ იმ საკვებიდან, რომლებსაც დღეს ვყიდულობთ და რომლითაც ჩვენ ვიკვებებით. ფაქტიკულად ჩვენ ვყიდულობთ ამ საკვებს იმისთვის, რომ დავნაყრდეთ და არა იმიტომ, რომ მივიღოთ ის საჭირო მიკროელემენტები ჩვენი ორგანიზმისთვის, რომელიც საჭირო არის იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და ორგანიზმი ნორმალურად იმუშაოს. ამიტომ აი ამ დამხმარე ტექნოლოგიებით ჩვენ გვინდა რომ წავეშველოთ, ასე ვთქვათ, ორგანიზმს, განსაკუთრებით ბავშვებს, იმ ბავშვებს, რომლებიც დღეს იკვებებიან საოცრად დაშხამული პროდუქციით და ასევე ამ ყველაფერს ემატება ის საოცრად დაშხამული და ის ფერადფერადი კანფეტები, რომლებსაც ასე ეტანებიან ბავშვები, ამას ჩვენ უფროსები არ მივირთმევთ. ამას ბავშვები უფრო მიირთმევენ და აი ეს არის საგანგაშო. და აი ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს ქვეყანაში და სინთეტიკური პიგმენტებით დამუშავებული და გაჯერებული ბავშვების საკვები მაინც უნდა იქნას აკრძალული. რაც უპირველესი პრობლემა არის დღეს ქვეყანაში. იმიტომ რომ ისინი დღეს ბავშვები არიან 20-30 წლის შემდეგ როგორ იქნება მათი ჯანმრთელობა. ეხლა ჩვენ კი ვიცით ვინც ჩახედული ვართ ამ საკითხში, მაგრამ არც მისმა მშობელმა არ იცის და ნუ რა თქმა უნდა თვითონაც არ იცის. ეს იქნება უმძიმესი მდგომარეობა გამომდინარე იქიდან თუ როგორ მიდის დღეს ქვეყანაში პროცესები და თუნდაც იქიდან გამომდინარე რამდენი პაციენტი ყავს, რა ქრონიკული დაავადებები არის და როგორ მრავლდება ქრონიკული და მძიმე დაავადებები ქვეყანაში. ეს თუ ესე გაგრძელდა, მე არ ვიცი ამას რა ეშველება, ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ ჩვენს მომავალ თაობებში. ამიტომ საჭირო არის ჩვენ ძალიან მოკლე პერიოდში ბატონი ზურაბ ქუმსიაშვილი ზეზოში ვნახავთ ექსპერიმენტს, რომელიც უკვე დაიწყო პრაქტიკულად, სადაც აი ამ ჯეჯილს მიიღებს, ჯეჯილზეა ხო ლაპარაკი? ჯეჯილს მიიღებს, ვაჩვენებთ ყველას და ხმამაღლა ვიტყვით, რომ აქ ორი ფორმით შეიძლება ეს განხორციელდეს, შეკიდული ბაღებით ხო? ვერტიკალურ ფერმებით და ამავე დროს ნიადაგზეც. ხო, ვერტიკალურ ფერმებს აქვს ძალიან ბევრი უპირატესობა, თუმცა მას თავისი რთულეები გააჩნია, რომ იქ თაგვი და რამე ვერაფერი ვერ იქნება და იმაში ხამი და რამეა გამორიცხულია ყველაფერი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აი ვთქვათ იქ როდესაც ეს იქნება მინდორში, მიკვლევადობა უნდა იყოს იქ, ანუ მე უნდა შემეძლოს პიროვნებას, რომ ვყიდულობ საქონელს, უნდა შემეძლოს რომელ მიწაზეა ეს მოყვანილი, მივიდე და ეს მიწა მე თვითონ გავსინჯო და ვნახო, რომ ხوار მატყუებს. მიკვლევადობის საკითხი არის ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი საკითხი და ჩვენ ამაზე აი მეცნიერთა კონგრესი ძალიან სერიოზულად მუშაობთ ყველაფერზე, ძალიან ბევრი საინტერესო პიროვნება დაუდგა ამას გვერდით. ახლა გუშინდელი გადაცემა ჯერ ერთი უამრავ ადამიანმა ნახა, აგერ 10-11,000 აღწევს უკვე Facebook-ზე მარტო, რომ თქვათ ის ვინც ნახა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რომ ეთყობა ესეთი ადამიანები უყურებდნენ, რომ მეწარმეები და რამდენიმე უკვე დარეკა სხვადასხვა მიმართულებით და თქვენს რომ მე 10 გექტარზე მინდა ეს ჯეჯილი დავნიშნო დავწერო, ესე იგი დავთესო ვიღაცას 30 გექტარზე უნდა ვიღაცას თვითონ ბატონი რომან რურუა ახლა ძალიან დიდი ავტორიტეტია და რაღაცას ფიქრობს, რომ გააკეთოს, რომ ესე იგი მისმა შვილმა თქვა, რომ ვერ გავტეხეთ წელში ერთ შხამს არ გვაკარებინებს სამიმაზეო და ნუ გასაგები ახლა მოსავალი დაეცა რაოდენობრივად, მაგრამ სამაგიეროდ ყველაფერი არის ბატონი თენგიზი გუში რო წამოვერთ ეგენა გზაში მეუბნებოდა, რომ მე ხმამაღლა არ მინდოდა მეთქვა აი ესეთი გემრიელი ისინი მოკრიფა მე და ჯიბეში ჩაიწყო და წამოიღო, რომ ვაჩვენო ჩვენ ჩემებსო და ესე იგი აი ხო წარმოიდგინეთ როგორი აი ყოჩაღ ბატონ რომანს და ყოჩაღ იმას, რომ აი ვთქვათ აი ესეთი ღირსეულად აკეთებს ამას ყველაფერს და აი სანაგვი აქცია წალკოტად და როგორ მონდომებულია და მე დარწმუნებულია, რომ ჯეჯილის თემაში ჩაერთვება, მას შეკიდული ბაღების ისიც აქვს, რომ გააკეთოს და ნუ ახლა თავარია ეს ექსპერიმენტი, რომელსაც თქვენ ატარებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჯეჯილი აღმოჩნდა სრულიად განსხვავებული რამ. და მე წეგან რომ გითხარით თქვენ აი თაგვისის მე არ ვიცოდი ახლა ესე ძალიან სერიოზული მოსავალი უფუჭდება იმას, ვინც ხამქიმიკატებს არ მინდა, რომ თაგვი შეესია, შხამს ქიმიკატს არ აკეთებ, თაგვი ჭრის ნიადაგს, წაიქცა ეს ხორბალი და ჭამს ხორბალს. მანამდეც აი დათესვის პერიოდში სანამ დათესავენ იმდენი ქიმიით ამუშავებენ მიწას, იქ თაგვი არ მიეკაროს, რომ იმ ხორბლის ჭამა პრაქტიკულად არ შეიძლება. აი სანამ დათესავენ
აი მიწა სულ სხვაფერი ხდება, აი შავ მიწა ნიადაგსო გადახედოთ და დამუშავებულს რაღაცნაირი მონაცფრის რო რაღაცნაირი ხდება აი შხამისგან და აი ამ ქიმიისგან. აი ახლა ჩვენ ქალბატონმა მარიამმა დაგვანახა შხამ ქიმიკატებით მოწვეული ხორბალი. კი. ვიდრე აღებამდე. და ეხლა თქვათ იმის როგორია ამის არ ოქროსფერი ეს არის შავი. სხვადასხვა. გავუცდი პირდაპირ ეხლა იმას ხო ადამიანი ხო ვერ გავა ეს ბაზარზე ეხლა არიცი რომელ ნიადაგზე და სად მოიქნა მოყვანილი აი ამ პიროვნებმა რომელიც გადაყვა ამასთან და ეუბნებოდნენ ისინი მეზობლებიც ყველანი ეუბნებოდნენ შხამი მიეცი თორე ვერ მოიწევა ამას და თუ შხამ ქიმიკატს მიცემ 6 ტონა იქნება 7 ტონა იქნება არაფერი არ დააგეთ მე უფრო სუფთა ხორბალი ღმერთმაქნას რომ ბევრი იყოს არის თქვენს და ბატონი თენგიზი ამბობდა უშინო ეს ზუსტად ვიცი რომ ასეთი სუფთა ხორბალი მეორე არ არსებობს საქართველოსშიო იმიტომ რომ ბატონმა თენგიზმა მოთხოვა მას რომ ეს ძალიან დიდი მოთხოვნები ჰქონდა იცით როგორი იყო რომ მიწის ნიადაგის მიწის გააკეთები ანალიზი და ფოთლის ანალიზი გააკეთებია ორჯერ ფოთლის და გამოვიდა რომ იმაში კახეთში 12-14 ერთეულია ესე იგი ტყვია ყველა ხორბალში უფრო ზემოთ აქ 0.1 0.2 წარმოგიდგენიათ რა შეძლო აი ერთმა ქალბატონმა რომელმაც აი ნებისყოფა აქვს და აი შეძლო იმის რომ აი ასეთი მიუხედავად იმისა რომ დალხინებულად არ ცხოვრობს პრობლემები აქვს ყველაფერი გადადგეს ესეთი ადამიანები დასაფასებელია ეხლა ყველა ეუბნება რომ ეს არ გაყიდო ხორბლად ეს არ გაყიდო იმათ მოდი ჯეჯილი რაც შეიძლება ჯეჯილი მოვიყვანოთ ეუბნებიან იმას რომ თვითონვე ბოლომდე აქ შენ თვითონ დაბქვი შენ თვითონ აწარმოე პური იმიტომ რომ რო წაიღებს მე რაღაცა შეურევს რაღაცას გააკეთებს და დაიკარგება ესო და ხედავთ რომ როგორი პრობლემებიც შეიქმნა ქვეყანაში იმ ადამიანებს როგორი პრობლემები შეექმნათ რომლებიც პატიოსნად წესიერად და ორგანულად სუფთა პროდუქტები მოხდათ რა კი მაგრამ არა უშავს ახლა ჩვენი ტექნოლოგიებით ისე გავაკეთებთ რომ არანაირ ზარალში არ იქნება ეს ეხლა რაც შეეხება ჯეჯილის მოყვანა ყველამ ვიცით ხორბლისგან როგორ უნდა მაგრამ თუ ის ჯეჯილი თუ ის ხორბალი მოსული არის დაშხამულ მიწაზე თუ ის დაშხამულია და გატენილი არის შხამქიმიკატებით ჩვენ ვერ მივიღებთ იმ ჯეჯილს იმ ბიოორგანულ ჯეჯილს რომელსაც პრაქტიკულად მწვანე სისხლს უწოდებენ და ხშირად აბლენდერებენ იქიდან წვენს ურავენ და სვავენ მაგრამ აქ თავარი ის არის მეგობრებო რომ ეს ჯეჯილი უნდა იყოს ბიოორგანული მეთოდებით მოყვანილი ამას თუ დაემატება ის ინოვაციური მეთოდები რასაც დღეს ჩვენ ვიწყებთ და რასაც ჩვენი დღევანდელი გუნდი იყენებს საერთოდ უმაღლესი დონის პროდუქტს მივიღებთ რომელსაც ანალოგი არ ექნება მსოფლიოში და ჩვენ შეგვიძლია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავყიდოთ აი ეს ჯეჯილისგან მიღებული ლიოფილიზირებული ეს ქლოროფილის ფხვნილი რომელიც იქნება ყოველდღიური დანამატი უამრავი დანამატები იყიდება ახლა ინტერნეტში ჩვენ ვიცით მაგრამ ეს დანამატები ნუ სხვადასხვანაირი არის ძირითადად მაინც ისეთებია რომლებიც სხვადასხვა მიკროელემენტებს შეიცავენ იმ მიკროელემენტებს შორის ზოგში არის ანტაგონიზმი სხვადასხვა დოზით ეს იქნება სუფთა სუფთა აი ბუნებრივად მოყვანილი სადაც არანაირი ანტაგონიზმი არ იქნება და ძალიან მნიშვნელოვანი მიკროელემენტები იქნება გაჯერებული და მიხარია რომ მეცნიერთა კონგრესში ასეთ რამებია გუშინ ნახა ეს ქალბატონმა მედიაბაშიძემ თვითონ აქვს გარკვეული ისინია მეურნეობის ხაზით და ძალიან საინტერესო და ეს პიროვნება თესავს რაღაცას და მოყავს და მითხრა რომ ეს ქლოროფილი რომელიც არის ჯეჯილიდან მე ამას ვიყენებ გარედან შემომაქვს ერთი ბოთლი თუ რაღაცა იმით იყიდება $100 იქნებსო თუ რაღაც წარმოუდგენელი ფასია წარმოგიდგენია თქვენ მაგრამ აი რამდენად ბიოა ეგეც საკითხავია ხო ნუ ეხლა ეგ არის ხო მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველოში თუ ამას გააკეთებდეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში ბატონებო არის ის რომ ამ საქმესთან მეცნიერები არიან დაკავშირებული და თანაც რაც ვთავარია ჩვენ მიკვლევადობის პრინციპი ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნებისმიერ ადამიანს მაღაზიაში რო ყიდულობს უნდა შეეძლოს რომ რომელ მიწაზე მოიყვანე სად მოიყვანე როგორ გააკეთე ყველაფრის კონტროლი უნდა შეძლოს თუ რომ რაიმეს არასწორად დაწერ გაგაკოტრებს ისეთ საჩებს და იმას შეიტანში და ეგ იქნება ძალიან კარგი მე მგონი რომ აი ზავამატებ კიდე რომ ხშირად გავიგონებთ ხოლმე რომ ძაღლი რო ავად გახდება მიდის და ბალახს ჭამს სწორედ აი ქლოროფილის გამოჭამს ის რომ მის კუჭასავის სისტემას მან თვითონ იცის როგორ ხდება საიდან იცის ეს არ ვიცი მაგრამ ჩვენ დაგვინახია რომ ძაღლი კატამაც იცის ბალახის ჭამა იმიტომ რომ აი მწვანე ქლოროფილი შედის მაგაში ეს საოცარი რამე თქვა მე ამისინ რაღაც ჩემს ძაღლს პატარა ლაბრადორი ყავს დაეტაკა დიდი ისა დეპრესია შეექმნა
არაფერი არ ჭამა, რასაც ვაძლევდით ამ იმას, და რომ გავიყვანე გვიან ღამით ალექსანდროვის ბაღში ბალახი ჭამე როგორც საქონელმა. გაუცემული დარჩი მე ვიყავ ამზახს რა არის თუნდაც თქვენ ახსნა მოუძებნეთ მე არც ვიცოდი ეს რატო ვაკეთებ და ახლა ჩვენ აი ეს ჩვენი გამზადებული პროდუქტი რომ მივცეთ იგივე ძაღლებს გაცილებით უკეთეს შედეგს მივიღებთ საოცარია პირდაპირ და საოცარ პრობლემაა რომ ვისაც აღშამულია მასიური ხო აი ეს არის მაგრამ არის შემორჩენილი მიწები და მიწები კიდე მათ აქვს ტექნოლოგია რომ ამ მიწების გაჯანსაღება შეიძლება კი არის ამის ტექნოლოგია და ამაზე მუშაობენ ესნიერები ეს არის მეცნიერთა კონგრესი თქვენ ვერტიკალური ფერმები თქვენ წერან საუბრობთ ბატონობენამ პოლიტიკოსებმა ეს ბევრი რამ არც იციან აი მე წაგიკითხავთ რაც მინდა თქვენთან რომ იყოს ახლა თქვენ იცით რომ ეს ციგნი ეს არის ფასდაუდებელი ესა ხო ეხლა მე ხო არ ვამბობ რომ სრულყოფილია და ამაზე უკეთესია შეიძლება 3-4 წლის შემდგომ ამაზე 10 ჯერ უკეთესი გამოვცეთ და გავაკეთოთ ეგ არ არის ამ შემთხვევაში თავარი არის რომ ცდილობაა იმისა რომ მოიკრიბოს ანუ ჩვენ ვიცოდეთ გავაკეთოთ ინვენტარიზაცია ჩვენი ქვეყნის და იყოს ესე იგი საქართველოს ინტეგრალური რესურსები ეს მე რატომ მოვიტანე ხო ორივენი თქვენ ძალიან ამას მხარს უჭერდით ესო გამოვეცით და აი ახლა ვისმენდი გუშინ გვიან ღამით ვისმინა ერთმა ძალიან ცნობილმა პიროვნებამ გაუმიგზავნა აი ეს თქვენ წიგნი რო გამოვეცით და იქ არის ლაპარაკი აი რა ხდება მსოფლიო პოლიტიკაში დღეს რომ მსოფლიო პოლიტიკას დღეს არაჩინებს იმდენად ესე იგი თქვათ აი არმია ჯარი იარაღი და რაღაცა რა ანუ აი ჩინეთი რას შვება აი აგენ მოიტანეს ახლა ანალიზი მაქვს ესეთი რამე გაკეთებული რომ ჩვენ ადრე გქონდა ამას საუბარი აქ რომ ის მასალა რომელიც ძალიან მინდა გავაანალიზო არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ იმის თაობაზე რომ საფიქრებელია სწორედ აი ის რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში ამას ჭირდება სწორი გააზრება ესე იგი საინტერესო და მეცნიერთა კონგრესში გაკეთებული დაკვირვებას წარმოადგენ როცა ლითიუმის ბაზაზე შექმნილ ტექნოლოგიებს გამოუჩნდა ალტერნატივა მაგნიუმის სახით საქართველოს უჩნდება თანამედროვე ელექტრონიკის ბაზარზე დაბრუნების შანსი თავისივე ინტეგრალური რესურსების ხარჯზე. ნუ ეს ვთქვათ თქვენი ვიდეო გთხოვეთ მონაწილეობა რომ ხა თქვენზე უკეთესად არავინ არ იცის. ახლა როცა დღეს გალიუმთან დაკავშირებით მსოფლიოში ახალი რეალობა იქმნება თუ ჩინეთი ფლობს გალიუმის 98%-ს ან მისი პირობებით უნდა იხმძღვანელო ან ძალით წაართვა. რეალურად ანალიზი ვნახე უცხოელების მიერ გაკეთებული ჩინეთი იმიტომა წყნარად და მშვიდად რომ ამერიკა და ესენი ბევრ ამას ვერ უბედავენ იმიტომ რომ ისეთი ზოგიერთი რამ აქვს რომლის წარმოება დღეს და ისეთი ნედლეული აქვს რომელიც უნიკალურია და ამერიკა და ეს ხელებაწეული არიან იგივე ამ რუსეთთან ვინმეს რო გონია რომ აი რუსეთის წინააღმდეგ იმიტომ რომ ციმბირში პრაქტიკულად რესურსებია თქონე ესე იგი სასწრაფოდ გასარკვევი იქნება თუ არას იწევნება თუ არა საქართველოს რესურსების ბაზაში გალიუმი შენაერთების სახით მაინც მე დღეს ბატონ დავით სახვალძეს გაუგზავნე მთელი ეს მასალა მე თქვენც მინდა რომ გნახოთ და რამდენიმე პიროვნებასთან გადავაგზავნე და რამდენიმე კილოგრამიც კი თქვენ წარმოგიდგენთ აქ ლაპარაკი არა ტონებზე მაგნიუმის რამდენიმე კილოგრამიც კი ქვეყნისთვის წარმოუდგენელია რომ საქართველოში რომ არ იყოს, მაგრამ აი აგერ ახლა ჩვენ ერთი ანალიზი გავაკეთეთ კიდე ასეთი რამის რომ მაკროელექტრონიკის კარიზაზე განსაკუთრებით მოთხოვნა მაღალი სისუფთავის დარიშხანზე იყო, მაგრამ საქართველოს ყური არ გააბარტყუნა. მიუხედავად უზარმაზარი რესურსებისა და ბაზრის მიღმა დარჩა. სორია ბატონო ამირე, რა ვიცი გააკეთეთ თქვენ ამის კომენტარი. ეს ქვეყნის უსაფრთხოებას შეეხება ეს საკითხი. ეგ არის, აი ეს ციგნი და ეს ყველაფერი რაც ჩვენ გავაკეთეთ და პოლიტიკოსები საუბრობდა მე პოლიტიკოსები ვიცი დღეს პოლიტიკაში როცა მე ვეუბნებოდი მეცნიერები მე მითხრე რა მეცნიერები ის მეცნიერებია კაც თუ კაცი ხარ შენ მოდიო ფული რამდენი გაქვს და რამდენი ხალხი გყავს და რამდენი ქუთაისში რამდენი პროცენტის მიღება შეგიძლია და რამდენი არავით არის რა მე არ აინტერესებს ფერდინანდ ლორთქიფანიძე იყო იქ და ამას უსმენდა ამ ლაპარაკს გიგა ლორთქიფანიძის პანაოზის იყო გარდაცვლილი იყო და მის პანაშვიდი იყო და ამ კაცმა მდგომარეობიდან გამოიყვანა ფერდინანდ ლორთქიფანიძე კინაღა მცემა ეს პოლიტიკოსი ფერდინანდ რაებს ლაპარაკობ შენ ესე იგი მეცნიერება არ გინდათ ესენი არიან დღეს პოლიტიკაში მოდებული და თქვენ გონიათ რომ იციან რაზე ჩვენ საუბრობთ ეს ანალიზები ვინმეს აქვს ან რაღაც ამათ იციან ფულის თულა აბა როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში ბანკირს აქვს ფული და ყველაფერი პრაქტიკულად ყველაფერი დაქცეულია ქვეყანაში
კი, აი იგივე ჩინელები, აი ხო თქვენ რო ახსენეთ. დაახლოებით 10 წლის წინ მაქვს გადაღებული სერიოზული ვიდეო არის და დიდი ვიდეოა, რომელიც დევს იმაში YouTube-ზე დევს, შეგიძლიათ ჩაწეროთ იქ YouTube-ის არხში ძებნაში სვანეთის ეკოციდი და იქ არის აი ჩემი გადაღებული ვიდეო. ესე იგი მესტიასთან იქვე 9-8 კილომეტრში არის სოფელი ლელი, რომელშიც ჩინელები ჩამოვიდნენ, იქ იყიდეს გარკვეული ტერიტორია და დაიწყეს ოქროს მოპოვება. ნუ აქ საუბარი იყო დინარეში ოქროს მოპოვებაზე, ჩამოიტანეს სპეციალური დანადგარები, სერიოზული დანადგარები, ეს ყველაფერი გადაღებული მაქვს და დაიწყეს ოქროს მოპოვება. მაგრამ მათ ჰქონდათ ოქროს ლიცენზია. ამის გარდა პარალელურ რეჟიმში იქვე არის კლდოვანი მასივები. დაიწყეს მოთხრა აი ამ კლდოვანი მასივების და იქ მიწა არ არის, თვითონ არის გარკვეული ესეთი ქვის ფენები არის ერთი შეხედვით, მაგრამ იმაში არის უამრავი მიკროელემენტები, რომლებიც ელექტრონიკაში გამოიყენება. აიმებს ყრიდნენ დაახლოებით 3 ტონიან პოლიეთილენის პარკებში და ასე ეზიდებოდნენ. შემდეგ სვანებმა ძალიან დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს და ბევრი ხალხი დაუდექით გვერდში და იგივე ამ ვიდეომაც ძალიან ბევრი საქმე გააკეთა და შეჩერდა ეს ყველაფერი და ეს ჩინელები სვანებმა მოაშორეს იქიდან. აი რატო უნდათ ჩინელებს მაინდამაინც იქ სოფელში აი ოქროს მოპოვება, რატო უნდათ აი ჩემი აზრით ისინი მათთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო აი იმას ვანგრევდნენ, აი ამ კლდეებს და აი იმას თხრიდნენ, თორე ოქროს მოპოვება მაგათ ბევრ ადგილას შეუძლიათ საქართველოში. კლდეებიდან იცოდნენ რა მიქონდათ იმათ. რა კარგი მაგალითი მოიყვანა. და ჩვენთვის ახლა ჩვეულებრივ ადამიანებს შეხედავს, მიწამი აქვს თიტყვიან. დღეს ზოგიერთი ესეთი მასალა არის, რომელსაც ოქროს ფასიათდება ახლა ელექტრომობილების ინტენსიური განვითარება, იმიტომ რომ პროგრესია უკვე ნავთობის და მომავალი ელექტრომობილებს და ამათ ჭირდებათ უკვე აკუმულატორებში ისეთი იშვიათი თომებია, ლითიუმი, კობალტი. კი ბატონო. ნუ უკვე დიდი მეტი მოთხოვნა იმის ფასი იზრდება, ამ დროს ამას იყენებენ იმას გაზის ვადა, მერის სანაგვეზე ყრიან იმას და ჯერთი მომწამლავია. ჩვენ გვაქვს ისეთი რესურსები ქვეყანაში, რომ შეგვიძლია ნებისმიერი ელექტრონული ტექნოლოგია დავნერგოთ. ჩინეთში ახლა ლითიუმის გარდა უკვე არის ფტორი და რაღაც ისეთი მასალებს ეძებენ მეცნიერები, რომ რაც შეიძლება იაფად და ეფექტურად დააგროვონ ენერგია, აკუმულატორი ჭირდება ელექტრომობილებს, ენერგიის დამაგროვებელი და ადამიანებმა ჯერ კიდე არ იციან, რომელი ნივთიერების კომბინაციით რანაირი აკუმულატორები შეიძლება გაკეთდეს. ამას მაგარი მეცნიერული კვლევა უნდა რომ იყოს საშუალება ქართველებს უნდა ეძებდნენ ასეთ იმას შეიძლება მიაგნო ხო რაღაც მასალას რომ ყველაზე კაი აკუმულატორი გააკეთო. კაი რას ნიშნავს? იაფი, კომპაქტური და ბევრი ენერგიას შეიცავს ხო? სწრაფად იგროვებდეს ენერგიას. სწრაფად არა, მცირე მოცულობაში ბევრი ენერგია გააკროვდეს. ხო და ესე იგი ასეთი მასალები წარმოიდგინეთ მენდელეევის სისტემა და ამათ შემდეგი ნაერთების სხვადასხვა რამდენი ვარიანტი შეიძლება იყოს და რამდენი რამეა საზიებელი, ესაა კაცობრიობის ყველაზე დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ენერგეტიკა არის მრეწველობის პური, ხო? ხო და ესაა უზღვავი ესე იგი ამოცანები, რომლის გადასაწყვეტია და ჩვენ ამის გასახან ფაქტურად არ ვაქვს, იმიტომ რომ მარტო თეორიით შორს ვეწავ. რა თქმა უნდა, დაფინანსება ჭირდება, ამაზე კვლევები ჭირდება. აი არის ბევრი რამ, აი ბატონო მერან და ბატონო ზურაბ არაფერი, ნუ ეგრე ვთქვათ, ბატონმა რამაზ ყურაშვილმა, ენდოკრინოლოგი და ძალიან ცნობილი ექიმი და კლინიკის ხელმძღვანელი მითხრა, რომ აი ხوار იცნობთ, ვინმე აქ ნახა ერთხელ ჩვენთან ბატონი დავით ბოთერაშვილი და მითხრა, რომ ხوار შეიძლება რომ ანუ წამალი არისო რაღაც ჩამოიტანოსო ისრაელიდან. ნუ მე დაურეკე არ იყო აქ და დაურეკე და მითხრა კი ბატონო წამოიღო და ღმერთი ეს ჩამოიტანა რაღაც პატარა ესე $660. $65. ეს კაცი რო ჩამოვიდა აქ სიცილით მეუბნება თანაც. ესო იცით რა არის? ჩხოროწყუში არის. რაღაც ერთი ესა რა ქვია წყარო. აქ ამათ აუღიათ ლიცენზია. ლუგერლა? ხო, ლუგერლა. ვიცი, ხშირად დავდივარ. ხო და მიაქვთ ეს. კი. ასხამენ ამპულაში მეტი არაფერს არ აკეთებენ. ვიცი. და იმათ უთხრეს წარმოგიდგენიათ რომ ჩვენ აგერ ჩვენი წყალი წაიღუით. ვიცი ყველაფერი. ეს აუცოდინარობაა, კაცო, ეს არ მოგიდგენიათ. ამ კაცმა თვალები გაგვახელებები ვითხრა,
ეს მეუბნება ერთხელ წავიდე თუ იქ ნუგილაზეო და იმ მაგმა მითხესო იმათ არ უთხრეთო საქართველოში მაგრამ ეს კეთილი კაი პიროვნება არ და გითხრა რომ იმათ თქვენსო რომ ჩვენ ბოთლებით მოგვაქვს ესეთი მილიონები შეულობთ კი პირდაპირ ამპულაში ასხავენ არანაირი გადამუშავება არ ჭირდება ეხლა გეტყვით მაგას მე ჩამოტანილი მაქვს სხვათა შორის მე ხშირად დავდივარ ხოლმე ტობავარჩხილის ტბაზე ეს არის სამეგრელოს და სვანეთის ალპებში და იქ უნდა გაიარო ეს ლუგელას წყარო ჩვენ ავდივართ ჩხოროწყუდან სოფელ მუხურში, შემდეგ მუხურიდან აუყვებით მდინარე ხობისწყლის ხეობას, ის გზა უნდა გავიაროთ, რომ ტობავარჩხილის ტბაზე მოხვდეთ და აი ამ მდინარის პირას არის ეს ლუგელას წყარო. სხვათა შორის ძალიან დიდი დებიტით მოდიოდა ეს წყარო ადრე, სანამ გაყიდდნენ და სანამ ლიცენზიას მიცევდნენ და ეხლა პატარა წვრილი იმით მოწანწყარებს. წვრილი ქართველებს შეუძლიათ მივიდნენ და საათობით ელოდან რომ რაღაცა ლიტრიანის გაავსონ. და ადრე მოდიოდა თავისუფლად. ისინი ამას ეზიდებიან, ეხლა რა წყალია ეს? ძალიან მაღალი მინერალიზაცია აქვს და ისეთი მიკროელემენტები შეიცავს, რომ ძვლებისთვის, სახსრებისთვის ძალიან კარგია და ძალიან მცირე რაოდენობით არის საჭირო, დიდი რაოდენობით არ არის საჭირო. და ისეთი მარილიანობა აქვს და პრაქტიკულად არის თვით კონსერვანტი, იმიტომ რომ მე მაგალითად 10 წლის წინ ჩამოტანილიც კი მიდევს სახში და ის არ ფუჭდება. იმას არ ჭირდება გადამომუშავება. რო იცით ეს და არ დამჭირდა, ბევრი ამან მითხრა რომ 300 ჯერ არის მოგება. ანუ რა მეტჯერ ექნება, იმიტომ იმას თუ ამპულაში ასხავს. კი. აკიდულია ყველაფერი სენ. აი მაგალითად მე აგერ ბატონმა ავირანმა იცის რაჭხის პროვინციის გქონდა ჩვენ რაჭხის წყალი. ერთ-ერთი ყველაზე სუფთა წყალი, რომელიც შეიძლებოდა რომ ქუთაისში თანაც ისე იყო რომ მე-14 სართულზე ადიოდა ყოველგვარი ელექტროენერგიის გარეშე. და გზაზე კიდე ქმნიდა პატარა სადგურები შეიძლება გაკეთდა ელექტროენერგიას 10 მილიონი ჯდებოდა. და რო წარვადგინე ეს პროექტი მე ვთქვი 10 მილიონი არ აქვს. და ეხლა 1-5-6 თვეში ერთმა პიროვნებამ წყლის სისტემაში მუშაობს და მეთქვა ესე იგი რატო არ გაკეთდა მაგ პროექტი იცითო რომ 300 მილიონი წამოვიღეთ იმიდან რა ქვია რომ წყლის პრობლემა იმის ნახევრად მოეგვარებინათ რასაც ჩვენ თვითონ 10 მილიონით ვაგვარებდით ანუ ჭამეს ეს ფული ჩამოვიდა უცხოეთიდან ჩვენი ვალებია 300 მილიონი წყლის მომარაგების სისტემა ქუთაისის 10 მილიონად წესრიგდებოდა ყველაფერი 300 მილიონი დახარჯეს და უფრო მეტი და ის წყალი არ არის კიდე რაც რაჭის წყალი უნდა იყოს და რატო იმიტომ რომ მოაქვთ იქიდან თანხა და აი ასე მეშვებიან ამას აი ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო რომ ერთი რჩეველი იყო ამერიკის შეერთებული შტატების აქ ეკონომიკის საკითხებში და ერთხელ მე თავრობის თომაზე გამოვედი და ვთქვი ასეთი რამ რომ ეს მანქანები რო შემოყავთ მეთქი გარედან მაშინ ასათიანი იყო ძალიან ცნობილი ფეხბურთელი და ის სპორტ კომიტეტის თავმჯდომარე იყო და მას მიქონდა ეს და შემოიტანა რომ როგორ დაბიგრვა უნდა ყოფილიყო მანქანების შემოყვანის გარედან ნახე რომ ეს ძველი მანქანები იბეგრება არის ძველი მანქანების დაბიგრვა პრაქტიკულად ნულთანაა ხოლო ახალი მანქანების დაბიგრვა მე ავდექი და ვთქვი რომ ეს უნდა შეაბრუნოთ მეთქი როგორ შეიძლება ეს რომ თქვა ახალი მანქანა იბეგრებოდეს ასე ძლიერად და ძველი მანქანა ეს საქართველოს იქნება ძველი მანქანების სასაფლაო მეთქი გერმანიისა და ევროპის და ამერიკის ნუ ვითომ შევანაძე როგორც ქონდა ხოლმე ხა ის არ გაამწოა ეს საკითხი და უთხრა რომ სერიოზული საკითხია და ნახეთ განიხილეთ და რაღაცა და მე არც არავინ მე მივყევი კიდე ამას მაგრამ არავინ არ დაინტერესდა და ჰაპირუნება მომიხსნა მე რომ თქვენ ეს რომ გამოდითო და ჩვენ ტელევიზიით რომ მოვისმინეთო მე რომ ერთი კვირა ესე იგი ცდილობდით რომ შევანაძე შევხედროდითო მივედით შევანაძესთან და ვეუბნებითო რომ ესეთი რამე არ დაუშვათო არ შეცვალოთო და რატო რომ მიკითხა იმან ეს ეუბნება რომ თქვენцо წააგებთ და ჩვენ წავაგებთო კი მაგრამ თქვენ რატო დააგვირდი ხა როგორია თქვენ რატო წააგებთო და იმიტომ რომ თქვენთან ბენზინის ბიზნეს გარდა მეტი არაფერი ბიზნესი არ არის ხა ძველი ამბავია ხო და ამიტომ ძველ მანქანებს რაც მეტი მანქანა იქნებაო ქვეყანაშიო მით მეტი ბენზინი დაგჭირდებოდა მით მეტი გადასახადი ბიუჯეტში ხო და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვისო მაგრამ ეს არ არის მთავარიო კაც მანქანა რო ყავსო ის პოლიტიკიდან მიდისო არ მოგიდენიათ გააგვირდით ამიტომ თქვენო ეხლა ეს რაც უფრო მეტ მანქანა შემოაო ისინი პოლიტიკას მოცილდებიანო ბიუჯეტში ბევრი ფული გექნებათო თქვენთვის არისო ჩვენო ისიც აღმოიდგინეთ თქვენ რომ დღეში თურმე იყო პერიოდი ზოგჯერ 10000 მანქანა შემოდიოდა გემით დღეში ეს მიდიოდა სომხეთში იმაში და ასე შემდგომ და ის წარმოგიდგენიათ რომ თვის წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონი მანქანა მოდიოდა ამერიკიდან და ევროპიდან და ჩვენ ეს მანქანები უნდა გადავყაროთ მაშინო წარმოგიდგენიათ როგორ ვექცევით როგორ მდგომარეობა ამ ქვეყანაში რა სიტუაცია აი ეს არის ის რომ სიბნელეში არიან პოლიტიკოსები სიბნელეში
და ქვეყანაც გახვიეს ამ სიბნელეში, მაშინ როდესაც თქვა მეცნიერებას შეუძლია გაანათოს ყველაფერი. გონების სინათლეა ამ ქვეყნისთვის მთავარი დღეს და ხალხი ლაპარაკობს რომ სააკაშვილმა შუქი მოგცაო. თქვენ ძალიან კარგად იცით რომ აი ზის კაცი რომელმაც იცის რომ შუქს აქცევდნენ წყალს ბატონზურად და შუქს არ აძლებდნენ ხალხს. ერთხელ ჩამოვიდა ნობაიდელი იყო და გამოვთო მთელი დასავლეთ საქართველო. და მე დავაყენე ულტიმატუმი. მე ამას ჩავთავთ რატო თავთ მეთქიდე. ხალხი არ იხდის ფულს. მე ვთქვი ვინც იხდის იმას რატო ურთავთ. ხო და არის მე მივედი გახსოვთ ეხა ძველი პერიოდი იყო რომ მივედი მერი გავხდი იქ რომ მივედი ჩავთი ამის ყველაფერი და ეხლა რეალურად რატო არ აძლევდნენ შუქს ხალხს? რაიმე თქვენ გონიათ ენერგეტიკა შეიცვალა, თქვენ იცით ძალიან კარგად რომ არავით არის განსაკუთრებული არ მომხდარა. შუქი აქვთ, მაგრამ რატო არ იყო მაშინ? არ იყო იმიტომ რომ აღრიცხვა არ იყო მოწესრიგებული და ეს იყო მთავარი 97 წელს უნდა დაგვიმთავრებია ქუთაისში და ჩამოიტანეს ყველაფერი, მოვიდა და არ გაგვაკეთებინეს. იმიტომ რომ აღრიცხვა რომ მოწესრიგებული იყო ჩვენ ვიდოდა პირველი ეს მაშინ შუქი ექნებოდა ყველას, ამიტომ ესენი ჩამოატანინეს ყველაფერი აქ, ხალხი გამოიყვანეს ქუჩაში, შუქი არ არის, გაზი არ არის, ის არ არის, ეს არ არის, სინამდვილეში დააქციეს და მოახდინეს რევოლუცია, ეს იყო რევოლუციისთვის გამოიყენეს, მე ხალხი ლაპარაკობს დღეს იმდენად დაბნელებულია გონება რომ სააკაშვილმა შუქი მოგცა, სააკაშვილმა შუქი კი არ მოგცა, ენერგეტიკა იყო საქართველოსი მაშინ ყველა ხესი იყო საქართველოსი მაშინ, დღეს არც ერთი ხესი და ენერგეტიკა საქართველოსი არ არის. ორ თეთრად ვყიდით ჩვენ თურქეთში ელექტროენერგიას და 17-18 თეთრად ვაძლევთ ჩვენ ხალხს. 17-18 თეთრი კი არა, დღეს უკვე მეტია და საშინელებაა ეს. რა ვიცი რა კომენტარი თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ. რესურსები ჩვენ უამრავი გვაქვს, იგივე წყლის რესურსები, ხა მე წყლებზე ვმუშაობ წლებია და ადრეც მithქვია რომ სვავთ გულაჩაურს, სვავთ თბილისის ზღვას და სხვათა შორის იგივე თბილისის ზღვაზე ბევრჯერ მინახია რომ საქონელი მიუყვანიათ იქ და საქონელი სვავს ცხოვრების გადარეკა ხდება და სხვა იქ არ შეიძლება სასმელწყალთან ეს რაღაც მიკარება. და გვაქვს ტაბაწყურის ტბა, ესეთი ყველაზე დიდი, ყველაზე წყალუხვი ტბა საქართველოში და ყველაზე დიდი წყლის სასმელი წყლის მარაგი არის ეს კავკასიაში. და ყველაზე სუფთა არის, სასმელად გამოსაყენებელი. შეგვიძლია იქიდან თბილისი მოვამარაგოთ და გზაზე მცირე ჰესებიც კი გაკეთდეს, რომელიც მოამარაგებს და აი ამას არ აკეთებენ. ამას ნებისმიერი ინვესტორი დათანხმდება, ამას არ ჭირდება სახელმწიფო თანხები. ნებისმიერი ინვესტორი ერთი კაი პროექტი დაიწერება და დათანხმდება და თბილისი დალევს ნორმალურ წყალს. არ დაჭირდება ამდენი ფტორირება, არ დაჭირდება საერთოდ ფტორირება არ დაჭირდება. ასუფთავებენ ეხლა წყალს. ეხლა ფტორს ხმარობენ, ადრე ხმარობდნენ ქლორს, ეხლა ფტორს ხმარობენ. კიდევ უარესია, რა თქმა უნდა უარესია, ქლორი ორთქლდება და არ არის იმდენად პრობლემური. თან როდესაც დაზიანებული არის ეს გაყვანილობის სისტემები, რაც შეიძლება მეც უშვებიან და ზომაზე მეტად უშვებიან ეს გამოკლეულია. სხვადასხვა თბილისის სხვადასხვა რაიონებში, სხვათა შორის სხვადასხვა რაოდენობით დაშხამული, ფტორი დაშხამული წყალი მიეწოდება და ეს რატო არის ეს გასარკვევია და ზოგადად ძალიან დიდი რაოდენობას ფტორავენ. არა მარტო ონკანის წყალში გვაქვს ეს ფტორი, არამედ აი მაღაზიაში რო ვყიდულობთ იმ წყალშიც ფტორი არის. გუშინ ბატონმა თენგიზმა თქვა რომ 10 წელია პური არ მიჭამეაო. ეს დევ ჩვენ საიტზე როგორ გამარტა, მე სახთა დავჭი. ამბობს იმას რომ პრაქტიკულად პურის წარმოების პროცესში ისეთ რამეებს ამატებენ და ისეთ რაღაცები არის შიგრო ამ პურის ისა თქვენ როგორ აი ეს რო ვაჩვენოთ ჩვენ ტელემაყურებელს შეიძლება მესამედი პურიც არ გაიყიდოს რაც იყიდება საქართველოში. აი ეს ვაჩვენოთ თავიდან მიწას როგორ ამზადებენ და როგორ შხამავენ, შემდეგ როგორ ალბობენ თვითონ აი ამ ხორბალს სხვადასხვა შხამქიმიკატებში, შემდეგ როგორ იზრდება და კიდერეებს ასხავენ, შემდეგ უკვე როდესაც დაკრეფენ აი ამ ხორბალს აიღებენ და როგორ ათეთრებენ, ქვილი რო თეთრი ეგეთი არ უნდა იყოს, რეებს უმატებენ და რა ქიმიით აკეთებენ ამ ყველაფერს. ამას თუ დაინახავს ადამიანი და აი ამ ბოლო პურის გამოცხობამდე მივა და მთელ ამ ტექნოლოგიურ პროცესს დავანახებთ თვალსაჩინოდ ჩვენ ტელემაყურებელს. მე გეუბნებით რომ ამას თუ მთელი საქართველოს ნახავთ მესამედი არ გაიყიდება. უნდა გავაკეთოთ ეს, ან უნდა ყველანი უნდა წამოვიდნენ, უნდა გავაკეთოთ განცხადება ჩვენ თავიდან იმის თაობაზე მესტიანთა კონგრესის სახით, როცა დიდი შეკრება იქნება, რომ ჩვენ ამას ვაპირებთ გადაღებას, ამიტომ ან გამოვყევით ამას, როგორც აი თქვა ამერიკაში გააკეთეს და მოვიდა კენედი და ემან შეკრიბა ესენი და უთხრა, ერთ წელიწადში გადახვალთ, ამას ამოიღებთ, თუ არ ამოიღებთ, გეკნებათ ძალიან მძიმე ჯარიმები. ვიღაც გამოვიდა ერთი წინააღმდეგი
იმას ნაკინსყიდი და თურმე და რაღაც თურქული ფირმა იყო ნაკინსყიდი და ამ დედები გამოვიდნენ ამერიკელი დედები და მოუწოდეს ამერიკას რომ არ იყიდოთ ამის ნაკინს და გააკოტრეს კი აი წარმოგიდგენთ აი როგორ არის ხალხი იქ ეს შეგნება არის ჩვენთან ეგრეთიც არ არის და ვეგარინო აი ამიტომ გვინდა ჩვენ ეს აი ამიტომ გვინდა რომ მივეხმაროთ და ტელევიზიად იმიტომ გვინდა იმ საზოგადოებრივი პარლამენტი იმიტომ გვინდა რომ სექტემბრიდან ამისელი ტელევიზია რაც შეიძლება ბევრგან იყოს იმიტომ გვინდა რომ სადაპარაკობენ ასეთ თემებზე ვთქვათ რომელი ტელევიზიაში დაპარაკობენ და რომელი იმაშია ამის ისინი ახლა მე ხო ვიცი ძალიან კარგად არა ყველა ებრძვის ამას რომ მიხვიდე ახლა მეწარმესთან ერთ-ერთით არ მოგეხმარება და გეტყვის იმას რომ თქვენ ისეთ გადაცემებს აკეთებთ მაგით ჩემ ბიზნესს უშლის ხელსო ეს უწყობს ზნეობრივი ბიზნესმენს ეხმარება და კარგად თქვა ქაბატონმა მედიაბაშიძემ რომ მე ვარ მცირე მეწარმე და მე ვიქნები მეწარმეთა უფლებების დაცვის აი ეს ამ ტელევიზიაშიო და რომ მოვდივარ და რაღაცას ვიწყებ ნუ ახლა ტელევიზიის ტელევიზია ნუ ამ შემთხვევაში სააქციო საზოგადოება ქართულის დირექტორის მასია საუბარი რომ მე მოვდივარ მხოლოდ იმიტომ რომ დავიცვა მეწარმე მე ვნახე უბედურება რომელიც გაგვიკეთეს ჩვენს ოჯახს როგორ გვაწამეს ძველ პერიოდში თქვენ ნახეთ ეს რეალურად რაც გაგიკეთეს კაცმა შექმნა ბატონ ზურაბ ინსტიტუტი იმის კი არა რა ქვია მედიცინის და იურიდიული და რამე კი არ გააკეთა ესე იგი საინჟინრო მიმართულების კერძო ინსტიტუტი შექმნა პრორექტორი იყო უნივერსიტეტის და შექმნა აი ხა ეს ხო ვინმეს აი თავში რომ მოუვიდეს ანუ წარმოიდგინეთ რომ ეს კადრებს ამზადებდა და ამას გადაეკიდნენ რატომ იმიტომ რომ სწორი მიმართულება იყო რაც საქართველოს ჭირდებოდა და აი ეს ამაში ამას დაარტყეს თავში ანუ სწორი გზით ვიწავი და იმას დაარტყეს იგივეს ამბობს ქალბატონი მარიამი გამანადგურებელო რა პრაქტიკულად ისე იქნებაო ნუ ესე იგი შეიძლება არც გამაყიდიონ და არც არაფერი არ გამაკეთებიენო აი ესა ზნეობრივ ადამიანებს ბრძოლა გამოუცხადეს ქვეყანაში ამ ფულის ტომრებმა როგორც აი ესე ამბობენ ხშირად რაღაც ისა ეს არის კატასტროფა სხვა რამე კიდევ წამოვწევთ ეხლა წარმოიდგინეთ აი ენერგეტიკაში ხო ყველაზე იაფი ჯდება ჰიდროელექტროსადგურების აშენება და პრაქტიკულად ხეობები გაყიდულია და რიგშიდან რომ აიღონ ნოტუება რომ აშენონ ჰიდროელექტროსადგურების როგორ პრობლემები იყო ეს საზღვრებზე ხო არა ნაფიქრობს იმაზე რომ ეხლა მაგალითად ჩვენი მეცნიერები მაგრამ ჩვენი რა ჩვენ სოფლიოში აკრებდნენ და დამზადდა რა ხდებოდა აი ეს კლიმატის ცვლილებების გამო ჩვენი მყინვარების საგრძნობლად შემცირდა რამდენიმე მყინვარი გაქრა საერთოდ შედარებულად დიდი მყინვარები დახაკარავდა ეს პროცესი ეს ტემპით უწავდეს ესე იგი სტაბილურობა მდინარეების დებეთის ძლიერ დაერღვევა ესე იგი დაიკლებს იმიტომ ხო დინება ნელა და თეწერი ამარაგებს და მყინვარი თუ არ იქნება ხო წვიმიან ამიჩი მდინარე და წვიმიანი ამით თუ არა მდინარე მინიმუმზე დაიკლებს და როდესაც წამოვა წვიმა მოვარდნა იქნება წყლის ახლა უკვე ეთყობა რომ მაგალ პაკისტანში რები ხდება ქალაქები მიათ უკვე ისე შეერყა კლიმატი მყინვარების დნობის პროცესი ხო ეს ბალანსი ერღვევა და რა გამოშო მდინარე ხან მოვარდება და ხან სულ არ იქნება და ესეთნაირად ჰიდროელექტროსადგურები ვერ არიმუშავებენ სტაბილურად ხო ამასთან მაგრამ ეს მოხდება 10 წლების მერე ხო უბრალოდ ეს ტენდენცია მაგრამ ეს ხალხი ამაზე არ ფიქრობს რა 10 წლების მერე იგდაჩა ბეტონის კარკასები და მდინარეა ესაგურება მაგრამ თუ ამოღებული იქნება იმიტომ რომ 5 წელიწადში ისიღებს ხარჯს და მე 20 წელიწადში 30-ში 5-მდენ სამოიგებს და მე თუ არ იქნება ასე ფიქრობს და იმას არ ფიქრობს 30 წელს მერე მისი შვილი უნდა იყოს შვილი უნდა იყოს და რას უპირებს თავის ესე შვილი არ უყავს ქართულს ესე გამოდის მე მიკროს ეს ამბავი მომავალზე აბა მაშინ სადიძელებს რატომ ამბობთ საქართველოს მე და მიკროს კი ასეთნაირად ვაზროვნებს თუ ჩვენ მარტო დღევანდელი თუნა ვისხოვდა შვილის ბერი თუ არ გაინტერესებს ჩვენისთანა პატარაა ჩვენ ხო ძალიან პატარაა ვიყო ჩვენ გასაკუთრებით მომავალზე უნდა ვფიქრობთ ამის ესეთი აღუნება რომ ესაც დღევანდელი ცხოვრობს და ხვალე არ უყურებ ჩვენში საგაიმართება ჩვენში რაც მიექნებს რაღაც უყურება შეიძლება შეეყარო ამის ესე იგივე ენერგეტიკა თუ არ იქნა მრეწველობა როგორ დამჭირდება აი გინდა ფაბრიკები ქარხნები რაღაცები წარმოება ამუშავოს ყანა ესენი შახტები მაღაროები აქვს თქვა რესურსები ამას ყველაფერს ენერგია უნდა თუ გინდა რომ მრეწველობა იგივე სოფლის მეურნეობასაც ენერგია უნდა თუ გინდა გავაცოცხლოთ ენერგიას ამ დროს ენერგეტიკაში უშვებს სერიოზულ შეცდომებს ხო
ხო, რესურსები გვაქვს, ჩვენ ისეთი ალტერნატიული ისა რომ ჩვენ გვაქვს სხვა ალტერნატიული საშუალებები, რომ ენერგეტიკას სწორი მართლობის აღება. იგივე გესების სისტემაშიც არის ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც საქართველოსთვის შეიძლება იყოს მისაღები, ან არ იყოს მისაღები. აქ ჰიდროსაუკუნაციო საფუძვლებზე რომელიც მზის და ქარხის ენერგიას გამოწამოწევს იმას. ბატონოვიდან გაგახარები ხა თქვენ შეიძლება არ იცით რომ 480 მილიონი თუ რაღაც ხო დაგვაჯარიმა დააჯარიმა თურქეთმა რომ უჩილდა იმას მაშინ ნამოხონე სისტემა. ჩინეთი ყიდულობს ამ უარს მიაქვს ვარი. პირველ ეტაპზე გადაერთეს 240 მილიონს. ხეობა მიაქვს თვითონ ჩინეთს. ოღონდ არ აშენებს იმას რა ქვია კაშხალს არ აშენებს კასკადური იქნება როგორც ვარსკეშია ისეც რიონის ხეობა მაინც იკარგება რა მნიშვნელობა აქვს ანუ ჩვენი არ იქნება ეხლა თქვენ დააგვირდით აი მოკლე რამეს გეტყვით რო არ გავცელდა იმაში ჩინეთი იყიდა ბანკი რომელ ბანკზე ალაპარაკი სადაც ყველაზე მეტი არის აღრიცხვაზე, ვიცი, იღებს პულს, ესენია პენსიონერები. და მასწავლებლები და ყველანი, ხო, და ასე შემდგომ დაახლოებით სახელმწიფო. მესამე ლიბერტი ბანკი. იყიდა ბაზის ბანკმა, ჩინურმა ბანკმა. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ამის უკან? და რატო იყიდა უნდა მაინც ეს კარგით. იყიდა ეს მეორე ჩვენ SWIFT-ის პროგრამიდან ალბათ პერსპექტივა არის ძალიან მძიმე. ამიტომ ჩინეთს აქვს ალტერნატიული, რომელიც არის ესე იგი ჩვენთვის კატასტროფა. ამიტომ ხელშეკრულება გაფორმდა უკვე ერთი კვირის წინ ეროვნულ ბანკში და ჩვენ გადავალთ ჩინეთის სისტემაზე, ესე იგი აღრიცხვის, ფულის გადარიცხვა გადამორიცხვის SWIFT-ის ნაცვლად. კარგით, ეს ვითომ რომ მივეჩვიეთ მე რა რომ იმას აშენებს ერთ გზას, მე რა რომ მეორე გზას აშენებს, მე რა რომ თბილისთან აგერ ჩინური სოფელია აშენა, მე რა რომ ქუთაისის ავტოკარხანაში ჩინური სოფელია, მე რა რომ ასეთი უამრავი რამეა, მე რა რომ რამდენიმე 100,000 ჩინელი ცხოვრობს უკვე საქართველოში, მე რა რომ თქვა ჩინეთი აშენებს იმას ხო რა ქვია ეს პორტს ანაკლიის პორტს ჩინეთი აშენებს, მე რა რომ ჩვენ ხმა არც ვიცოდით ეხლა გავიგე ამ დროებში რომ ჩინეთი ძალიან აფინანსებს ჩინური ენის სწავლებას 17 ჯერ გაიზარდა უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ჩინური ენის ისა, იმიტომ რომ თვითონ აფინანსებენ პლუს აძლევენ იქეთ. ესე იგი წარმოიდგინეთ რომ ყველა მნიშვნელოვანი ჩინეთი აძლევს პლუს 30-40,000 დოლარს წადი საქართველოში ოღონდ იყიდეს სახლი რა თქვენ იცით ეხლა რომ გაჭირვების ჟამს აი რას ნიშნავს ჩვენთვის გაჭირვებამ საერთოდ დაგვაკარგია ჩვენ ყველაფერი რა იმიტომ რომ ადამიანს უჭირს სოფელში კლავს ბანკი ამიტომ ახლა კარგავს ყველაფერს ყიდის ამას ყიდულობს ჩინელი ამას ყიდულობს არაბი ამას ყიდულობს ამას სხვა ეროვნების წარმომადგენლები ჩვენ და ამას ვეძახით ჩვენ რომ მივდივარ წინ ეს ისეთად იმდენად მძიმე მდგომარეობაა ამ ქვეყანაში რომ ყველაფერი ვინც იცის ალბათ ხედაღამი არ ძინავს მე მაგალითად მოსვენება მაქვს დაკარგული იმ ინფორმაციის გამო რომელსაც ვფლობ და ძალიან ბევრი რამ უნდა გადაამოწმო ჯერ არ თქვა ან გული არ გაუხეთქო ხალხს რაღაცა და ყველა მიეჩვია ამას მე მაგალითად ამ რამდენიმე ხნის წინ ერთმა პიროვნებამ რომელიც ხონში ცხოვრობს რაც შორის ერთი მეგონა რომ პროგრესულად მოაზროვნე კაცი იყო ოცნების მხარდაჭერა ისე გააკეთა ნუ გავგიჟდი პირდაპირ და ნუ კაი შეიძლება არ მოგწონდეს ნაციონალურ მოძრაობა რომ ოცნება რომ მოგწონს ეგაუპეს აშინელება მაგრამ გადავდოთ ესენი ყველაფერი გვერდზე დაიწერა რომ მინისტრო შინაგან საქმეთა მინისტრო ამდენი სახლი აქვს გამართლება რა დაწერა მე რა ამდენი წელი 10 წელია მინისტრია და 3-4 სახლი რო კონდეს მე რა არის ამაში წარმოგიდგენია თქვენ სად მივიდა ადამიანების აზროვნება ეს არ არის მონური ფსიქოლოგია შეგი დღეს მინისტრს ის სახლიც უნდა გაეყიდა რომ ყოფილიყო იმის იმაზე რო ეცხოვრა იგ რაც ქონდა იგი უნდა გაეყიდა და ამას 3-4 აუშენა რაღაც ასაულამები აუშენებია და მე რა რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს 14 ვერტულის იმდენი სახლი აქვს მე რა რომ 30 მილიონერი მოვიდა ეკონომიკის მინისტრი მე რა რომ იმას უკითხულობ ეხლა ხო წარმოგიდგენია თქვენ ვინმე წაიკითხა რამდენიმე წლის წინ რომ მოდის თანამდებობაზე და კითხულობ მის იმას ბაზას რა რით მოდის აქ და უწერია რომ 1 მილიონი დოლარი აქვს იმაზე 2 მილიონი ევრო აქვს ანგარიშზე
რაღაცა იმის გავგიჟდი პირდაპირ ამას ხალხი რომ უარეს არ მოგუთმის აქ ლაპარაკი ხო არ არის იმაზე რომ დიდარი გაწუხებდეს ამ ქვეყანაში როგორ გამდიდრდი ხალხი როგორ გამდიდრდი ამ ქვეყანაში ერთი მაჩვენეთ დიდარი მილიონი ეს არა მეცნიერი მაჩვენეთ ერთი მდიდარი ექიმი მაჩვენეთ ერთი მდიდარი მასწავლებელი მაჩვენეთ ერთი მდიდარი მწერალი მხატვარი ვინმე ყველა ქვეყანაში ესენი არიან მდიდრები მომხელნები და ისინი ამერიკაში და ჰოლივუდის ისინი ყველა მილიონერია საქართველოში მაჩვენეთ ერთი მათხოვრებად არიან ეს ადამიანები და ვინ არის მილიონერი რა დავწეროთ ვინ არ არის მილიონერი და ვინ არის მილიონერი გული შეგიწუხდება და კიდე მეტი რო დაწერო ვინ იღებს ბიძინა ავანიშვილის რაღაც 1000 თუ 1500 ლარს და როგორ უჭერს მხარს ეს ამას რო დაწერ შეიძლება იფიქრო იმის რომ ან ძალიან ძლიერი უნდა იყო რომ ებრძოლო ყველაფერ ამას და იბრძოლო ან უნდა თქვა რომ ამ ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება ყველაფერი მე ეჭვარ ვიპარება ამ ამაში იმიტომ რომ ჩვენ სხვა გამოსავალი არ აქვს აი აქ წარწერაა უკან გაკეთებული ეს მეცნიერების პური როგორც სამკურნალო საშუალება საჭმელი უნდა იყოს წამალი ვასია ხო რა ვიცი ალბათ თქვენ მე რამეს ვიტყვი 2-3 წუთიანი თქვენთან ამით დავასრულებთ ეხლა ძალიანებიდან ჩვენ უნდა რასაც ჭამთ ის უნდა იყოს და თანაც ჭამის წესით არის ამ რამდენიმე ხნის წინ მე სტოიციზმის ისა ვარ რაკი მიმდევარი ვარ და იქ იყო რომ 33 ჯერ თუ არ დაღეჭე ესა თუ ის და წყლად უნდა აქციო ანუ ნახეთ როგორი გამოთქმა საჭმელი ანუ ის რასაც საჭმელი უნდა დალიო და წყალი უნდა ჭამო. კი. ეს ყოფილა ეს არის გამოთქმა. ანუ წყალი ისე უნდა დალიო, ვითომ ჭამო. ნელ-ნელა. და საჭმელი უნდა აქციო წყლად პირში. თუ გინდა რომ ჯანმრთელი იყო და თანაც ისეთი პროდუქტები მართლაც ყველაფერი როგორ არის გაძღომა ამ თავარიღაც. რა ჭამ ხო არის ის თავარი. ესე იგი რა ჭამს უბედურება როგორ ჭამოთ ის არ ვიცით და აი მე რა გახდა ჩვენთან ყველაფერი. მე რა რომ დღეს 300 ლარი ღირს არის მაღაზია დახურული რომელშიც მიდიან და 300 ლარს იხდიან კილოგრამ ხორცში არის მაღაზია დახურული სადაც 50-60 ლარი ღარ კილოგრამი პური არის ძალიან ბევრი რომელიც აი მე რამდენჯერმე მოვყევი რომ იმის ბაზარში ჩემ შვილთან ერთად დავდიოდი ესე იგი ნავთობის ბაზარში და ორპირაში ერთხელ რაღაცას ავიღებდი და 200-300 ლარად რაც ვყიდულობდით იმას დღეს ვერ ვიყიდი 2000 ლარად რა 7-8 წლის წინასაც ყიდულობდი 300 ლარად მაგრამ ამას დავანებოთ თავი ქალბატონი ვეხმარებოდა ერთი და იქიც კი გვეუბნებოდა რომ იმისგან ის არ იყიდოთ ამისგან ეს არ იყიდოთ ხორცი იმისგან არ იყიდოთ ყველი იმისგან იმას მეუბნებოდა იმიტომ რომ სამ ზუგდიდიდან იყო კეთილშობილი ქალბატონი მიცნობი არ ვიცნობდი იმას ადრე და გვეხმარებოდა გარკვეული პერიოდს მე მივედი და აღარ არის მე ტელეფონი რომ მქონდა შეუცვლია მე იქ მივედი და უთხარი ეს ქალი ძალიან აი დედასავით მეცეოდა მეთქი და მომეწდეს ტელეფონი ხავიყე დაურიგე სადახარ ზუგდიდში დავედი სამგრილოში რატო მეთქი და აღარ მაწყობსო მანდო აქ უფრო მეტ პლუს შეულობ როგორ შეულობ მეთქი და 100 კლიენტი მყავსო და ამას კლიენტსო სამგრილოდან უგზავნე პროდუქტებსო ვინ არიან მეთქი ესენი და მინისტრები და დიდი თანამდებობის პირები თვითონ რასაც ჭამენ და ბოლო ერთი რა ვითაც და მე თქვენთან ერთ პიროვნება მეუბნება რომ პრეზენტაცია ხდება ბათუმში ერთ-ერთი სასტუმროში მიდის ღარიბაშვილი უნდა მივიდეს და ვიდრე მივიდოდა ღარიბაშვილი მივარდნენ ისინი დაცვის წარმომადგენლები და რო ნახეს წყალი რაც იყო ეს წყალი არა ეს წყალი წაიღეთ ეს წყალი წაიღეთ ეს წყალი წაიღეთ მოუტანეს და მოუტანეს სხვა კი მაგრამ რა არის ამაში ჩხირებიო კი მაგრამ მე უთხარიო ბიჭო ამას მაღაზიებში ესენი იყიდება და ხალხი სვამს და თქვენ პრემიერ-მინისტრის ის გაინტერესებთ ჯანმრთელობა თუ კი ერის და ქვეყნის ჯანმრთელობა გაინტერესებთ აი ვიდრე ამას უყურებთ როგორც მე რა ეს სისტემა თუ არ შეიცვალა და ქვეყანაში სისტემური ცვლილებები თუ არ მოხდა ქვეყანაში თუ არ მოვიდა ეროვნული თანხმობის პარლამენტი ქვეყანაში თუ არ მოვიდა ხელისუფლება რომელიც ფიქრობს ხალხზე და არა თავის ფულის დაცვაზე და მეტი ფულის შოვნაზე. ამ ქვეყანას, რომელსაც უდიდესი დიდი წარსული აქვს, ძიმერიალობა, მაგრამ უმძიმესი მომავალი ექნება თუ ამას არ გადავწყვეტ, არა და ჩვენ შეგვიძლია რომ ამ ქვეყანას მივცეთ დიდი მომავალი და ვიცხოვროთ ბედნიერებით სამშობლოში. ეს არის მეცნიერთა კონგრესი, რომელიც ამას ფიქრობს. ბატონ ზურაბ, თქვენ რამდენიმე ხუთი თქვენ მერე ბატონო და ამით დავასრულოთ. აი ხლა მე რა მინდა ვთქვა, რომ აი ამ წიგში არის უამრავი ინფორმაცია თავმოყრილი.
აქ ნათლად არის ნაჩვენები ჩვენ მაგალითად 1990 წლამდე რას ვაწარმოებდით და იგივე პროდუქციას დღეს რამდენს ვაწარმოებთ ან საერთოდ არ ვაწარმოებთ. აქ ნათლად არის თავმოყრილი ის სტატისტიკები თუ რა შემოდიოდა მაშინ და რა გადიოდა და დღეს რა შემოდის და რა გადის. აი ამ ყველაფერს ოდესაც გადახედავს ნებისმიერი პოლიტიკოსი ის დაინახავს თუ რა მდგომარეობაშია დღეს ქვეყანა. ამის გამოსწორების ერთადერთი საშუალება ჩემი აზრით დღეს არის საქართველოში მაღალი ტექნოლოგიების დანერგვა. ეს შეგვიძლია ჩვენ შემოვიტანოთ უცხოეთიდანაც და ჩვენს გვაქვს სამეცნიერო ინტელექტუალური პოტენციალი, რომ აქ დავნერგოთ და ჩვენი გავაკეთოთ. იგივე აი ჩინეთზე რო საუბრობდით და სხვადასხვა მინერალებს რო ეზიდებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან და ისეთ პროდუქციას აწარმოებენ, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ესეთი ჰაბი სხვადასხვა მიმართულებით. არა მარტო ეკოლოგიური და ბიოორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით, არამედ ელექტრონიკის მიმართულებით, მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით და ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანას მივაწოდოთ ისეთი პროდუქცია, რაც მათ არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი განვითარებული არიან, რადგან ჩვენ საქართველოში გვაქვს ნიადაგების ისეთი რაოდენობა, მინერალების ისეთი რაოდენობა და ზოგადად ბუნებრივი რესურსების ისეთი რაოდენობა, რომელიც ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანას მოენატრება და არ აქვს. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერს უნდა მიხედვა, ამ ყველაფერს უნდა აღნუსხვა იგივენაი, აი მაგალითად იგივე საბჭოთა კავშირის პერიოდში, ხა მე რაჭაში ვიყავი ცოტა ხნის წინ და იქ იყო საბადოები, სოფელ გონას რო გავცდებით, ცოტა აი იქ იყო საბადოები მარჯვნივ, მარცხნივ, იმედით საბაგიროებით ადიოდნენ და მოიპოვებდნენ მოლიბდენი, სპილენძი, ოქრო და ასე შემდეგ. სოფელ გონაში ოქროს გადამამუშავებელი პატარა წარმოებაც კი იყო და ჩაკეტილი იყო ეგ სოფელი იმ პერიოდში და აი როგორც ჩვენი ზარაფხანა არის და ოქროს ნაკეთობებს ყიდიან, აი ესეთი პატარა მაღაზია იყო იქ გაკეთებული. თავის საბავშვო ბაღი ქონდა, თავის სკოლა ქონდა, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. უამრავი სოფელი დაცლილია, დღეს სოფელ გონაში არავინ არ ცხოვრობს. მიმდებარე სოფლებში ძალიან რთული სიტუაციაა და საქართველოს განსაკუთრებით სასაზღვრო სოფლებში გვაქვს ძალიან რთული სიტუაცია. იმიტომ რომ ხალხი გადმოდის, ხალხი მიდის უცხოეთში და დღეს მასიურად ხდება სოფლის კარ მიდამოების გაყიდვა. აი ამაზე Facebook-ში არის გაკეთებული უამრავი გვერდები, ყიდიან და ვინ ყიდულობს ამას? 90% ისე უცხოელი ყიდულობს და ჩამოდიან, ზოგი ყიდულობს და გაჩერებული აქვს, ზოგი ჩამოდის და ცხოვრობს. მაგრამ მასიურად ხდება აი ამების გაყიდვა, იმიტომ რომ ადამიანებს აქვს უამრავი პრობლემები. ამიტომ ჩემი აზრით საქართველოს ისევ გადაარჩენს მაღალი ტექნოლოგიები, სამეცნიერო ინტელექტუალური პოტენციალი საქართველოს ყოველთვის ჰქონდა და აქვს და ბოლო 30 წლის მანძილზე შექმნილი არის ფონი ისეთი, რომ თვითონ ეს სამეცნიერო ინტელექტუალური პოტენციალი არ არსებობს საქართველოში და ეს არის ტყუილი მეგობრებო და აი ამ ყველაფერს უნდა ხელშეწყობა რომ ქვეყანა ფეხზე დადგეს, იმიტომ რომ ჩვენ არც სამხედრო პოტენციალით ვართ ისეთი ქვეყანა რომ ვინმე მანგარიში გაგვიწიოს და არც ტერიტორიებით. აქედან გამომდინარე ცოტა სხვა მიმართულებით უნდა ვიაზროთ და ვიფიქროთ. დიდი მადლობა ბატონო თქვენ. რამდენი წელია ჩვენ მსახურობას და მთავრობას შეუგნებთ რომ უსმინონ ინტელიგენციას. მე ვთქვათ სიმართლე საკმაოდ შეშფოთებული ვარ არა მარტო იმიტომ რომ ხელისუფლება არ მისმის, არამედ იმიტომაც რომ როცა შარშან პარტიას ჩვენსას არ მისცეს. ნუ იმიტომ რომ იხედავდნენ რომ იქ პარტია კი არ იყვიდა კენს, არამედ ხალხის მიერ შერჩეული კანდიდატები იყვნენ შეშლილი. ეს ხალხი შეუძლია 100-200 რაღაც სულელური ლოზუნგით გაიყვანონ და გარბიან. თვითონაც არ იციან რატო ხანდახან რაღაცას ეთქვა მიდიას აი ეს დაუგმოთ ეს და სწორი არასწორი და პირიან რა ვიცი და როდესაც გონიერი ადამიანები ეუბნებიან მოდით ეს გავაკეთოთ ხალხო და ჩვენ არ გვისმენ მოგვისმენ და ჩვენ თუ არჩევნებზე არ გავიშვით აქ ქუჩა უნდა გადაკეთებინა მე გული მწყდება ქართველებისგან რომ აი ამდენი წელია გვისმენენ ვიღაც სულელებს უსმენენ მათ დაძახილზე გადიან რა ჩვენს ქუჩაში გავიდეთ ჩვენ რაღაცა სიმშილობები დავიწყოთ თუ რა უნდა დავიწყოთ და ვინმე გინახიათ რომ პესტიციდების და დაშხამის წინააღმდეგ რუსთაველი გადაეკეტოს ონკოლოგია როა გაზრდილი მაგის გამო გადაეკეტოს ესე მთავარი გაყოფილა ეს იყოს და ეს არ იყოს თუ ეს იქნება მაშინ ესე გვინდა თუ ეს იქნება ეს არ გვინდა ესე რა თუ ეს პიროვნება გააკეთებს ამას მაშინ გვინდა
თუ ეს პიროვნება გაიგებს, მაშინ ეს ესე იგი ადამიანების დონე, პიროვნებების დონეზე, ბელადების დონეზე დავიყვანეთ აზროვნება და არა აზრის დონეზე, არა იდეის დონეზე. ჩვენ იდეები არ, ჩვენ პიროვნებები ერთმანეთის ჯინაზე, ესე როგორც ყოჩები, რომ მისი ყოჩი გაიმარჯვებს, აი ამაზეა ლაპარაკი. ჭიდაობად გადაიქცა აზროვნება. просто აზროვნება კი არა, სახელმწიფოზე ფიქრი, სინამდვილეში გადაიქცა ჯინიანობის ასპარეზად, ვინ ვის ატკენს გულს. აი ეს და სინამდვილეში ქვეყნისთვის ვიფიქროთ და აი ლაპარაკია შენი შვილი ისწავლება და მოდი გადავკეთოთ გზა ამის გულისთვის. სულელა ჭაფლიან. ხო, სულელა ჭაფლიან, იტყვიან რომ მეც საქმე არ აქვს. აი მაშინ რაშია, მაშინ ქართველებო. მე ხანდახან რა გინდა ეს სახელმწიფოს მეთაურობა თუ ხალხი ასეთ ტურნეზე არ ვიცი ხალხი თუ არ გამოფხიზდა. ხელისუფლებას ისეთი ეყოლება როგორც ერთ რამეში შეგეწინააღმდეგებდი მეცნიერებს, საერთოდ მინდა ვთქვა რომ ასეთი ღონიერი აზროვნების მეცნიერები რო გყავს და ამით არის ძლიერი მეცნიერთა კონგრესი, ერთ რამეში შევეწინააღმდეგები ბატონ ავინანს რომ ხალხი მიიყვანეს იმ დონეზე რომ აი ეგ არის ყველაზე თავი ეს გააკეთეს პოლიტიკოსებმა და აი ამიტომ ერთხელ აი კარგად ამბობ, კარგად თქვა ერთხელ ამერიკის პრეზიდენტმა რეიგანს ეკუთვნის ეს როდესაც გუბერნატორი იყო, ამბობდა იმასო თუ კუჭმა გაიმარჯვა გონებაზე ამერიკა დასრულდებაო. თუ გონებამ გაიმარჯვა კუჭზე ამერიკა იქნება ზესახელმწიფო. მოკრიბა ამერიკელმა ხალხმა ძალა და გაიმარჯვა გონებამ გაიმარჯვა კუჭზე. საქართველოში საარჩევნო ხმა მიმულია კუჭზე და არა გონებაზე და ეგ არის ყველაზე დიდი უბედურება. ხო, გასაგებია, მაგრამ ეხლა ჩვენც უნდა მე ხალხი ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ ხალხში რო შევდივართ და ვსაუბრობთ, ხალხი გეუბნება იმას, რომ რეალურად კი ბატონო რაღაც ვთქვათ, მაგრამ არც ტელევიზიას გაძლევენ, არც არაფერს გაძლევენ და ხალხიც არ იცის, ძალიან ბევრმა არც იცის რა არის. მე დარწმუნებული ვარ, შევცვლით ამ სიტუაციას, ამას ჭირდება პოლიტიკური ნება, ამ ხალხს ერთი რამ არის საჭირო, როგორც ძალიან დიდი ფილოსოფოსი ამბობდა, ქვეყანა დგას ორ რამეზე. ეს არის ერთობა, მოაზროვნე ბრძენკაცების და ხალხის. ბრძენკაცებისა და ხალხის ერთობა სადაც არის, იქ დაუმარცხებელია ქვეყანა. ხო, და ნუ ხალხს არ მიჭერენ, რატომ აი ლაპარაკებაზე? ნელ-ნელა, უამრავი ადამიანი, ხო გითხართ, აი გუშინ აგერ რომანულობას ეზოდან და აგერ 10,000-მდე კაცმანა. ყველაფერი უიმედოდ ნოიქნებით, ვიყოთ იმედიანად, ვიყოთ ძალიან ძლიერად. მე ხალხს ვეუბნები, რომ მეცნიერთა კონგრესი არის, ეს არის ორგანო, რომელიც ხალხს არ გაწირავს. და მეცნიერთა კონგრესი ამბობს, ქვეყანაში უნდა დასრულდეს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა უნდა დასრულდეს და დაიწყოს მეცნიერების ერა. მაგრამ ჯერი ხალხის მხარეса ჩვენ ხალხს ვეუბნები. ახლა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, მაგრამ ხალხში მეტად უნდა გავიდეთ, უნდა მივიდეთ ხალხთან და რაღაც ამისინი და შევძლებთ ამას. ელემენტარული ჭორს გებულობენ, ცელდება ჩვენზე რა ვერ გაიგეს. ნუ ესე იგი რა, ტყუილი უფრო ადვილად. რა ვერ გაიგეს, რა ვერ გაიგეს. ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს იმას, ვისიც ეშინია. ხელისუფლება გასაგებია იგნორირებას რო გიკეთებს ტელევიზიით არ გაჩვენებენ არაფერი. იგნორირება არის ყველაზე მწვავე რამ პოლიტიკურ იმაში. თუ გინდა შენ რომელიმე შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე გააკეთო, თუ მას არ იცნობს ჯერ ხალხი, გაუკეთე იგნორირება, რომ ხალხმა არ გაიცნოს. ეს მინდა. კი, გასაგებია, ქუჩაში ხვდებოდნენ, ცხეთაში და იმაში და ადიდებდნენ. ხმა გადიოდა. ხმა ხალხი თხოვნობდა. მაშინ იყო ძალიან კარგი რამ იყო, იმიტომ რომ ტელევიზია არ იყო დღეს, ტელევიზია რო არ იყოს, მეცნიერთა კონგრესი ეცოდინებოდა ყველას. მაგრამ ვიყოთ, კარგად ვიყოთ, პოლიტიკური ნება საჭირო და პოლიტიკური ნება უნდა შევქმნათ ჩვენ თვითონ და მეცნიერთა კონგრესი აჩვენებს, რომ იქნება ტელევიზიით გადაცემები, რომელსაც ანუ ალტერნატიული პარლამენტი, რომელიც მუშაობას დაიწყებს 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობა დღეს, ძალიან ბევრი ვინია დასახელებული, ამ გაგზელდება და ახლა აგვისტოს ბოლომდე დასრულდება ამ შემოქმედების ფორმირება ყველაფერი, ვისაც ექნება სურვილი შემოერთება და ეს იქნება ბრძოლა საქართველოსთვის და არა ვინმეს წინააღმდეგ. ვიბრძოლოთ საქართველოსთვის და არა ერთმანეთს წინააღმდეგ. მაგრად ვიყოთ.